ალტუ გააკეთე. See, it's my stuff. Salam მეგობრებო. შენ რა ქვია? შემხვდა ხოლმე შენი კომენტარები რამდენჯერმე? სალამი, მომწოს აქ შემოსვლა, კარგად ვერთობი ხოლმე. კარგად ვერთობი ხოლმე. კარგი, არა, ნახე რაც ლაშა რაც არ არსებობს გავიგეთ, მაგრამ რა არსებობს ეგ თქვიო. ჩვენ რა არსებობს იმაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რა არ არსებობს. ჯერ ეს ერთი რა არ არსებობს, მე ეხლა დავიწყე. ეხლა დავიწყე და რატომ მაჩერებთ? ჯერ რავი 5-6 რაღაცა ჩამოვთვალე და ანუ რას ვამბიცი? ძალიან ადრე ნებდებით. რატომ ნებდებით ესე ადრე? ეხლა დავიწყე, ანუ 5-6 პუნქტი ჩამოვთვალე რაც არ არსებობს და ხალხი ყველაფერზე დანებდა. ანუ ეგრევე ყველაფერზე დანებდა რა. და ეს რაღაცაზე ხო უნდა დაგაფიქროთ ამან რომ რატო დანებდით ესე უცებ. ხო და ხა მე რამდენიმე წელი დამჭირდება დაახლოებით 5-10 წელი დამჭირდება იმის ჩამოთვლა რა არ არსებობს. შემდგომ იქნება ეხა იმან დადო ერთმა ფორმა, ანუ არ არსებობს ფორმა. სამყაროში არ არსებობს ფორმები. სხვათა შორის ეხა კოღოებზე უსმენდი მატრიცის ვიდეოს. ჩიჩილის პეპელა დაფრინოს, მოდი აქ შენი. ხო და მოგეთ კოღოებზე უსმენდი მატრიცის ვიდეოს რა. მე ძალიან ჭკვიანურად მოვიქეცი, რომ სამ ნაწილად გავყავი ჩვენი რეალობა. დედამიწის D1, D2, D3 ვერსიები. ხვდებით? ცა. ეს ბურღავს. ჩიჩილის პეპელა. ხო და ეხლა ნახე რომ მატრიცის კონტენტი რო აქ ერთ ბიჭს ის ბიჭი ყვებოდა რომ თან ტყეში ვარ თან ესე იგი საუბრობდა იმაზე რომ კოღო ნახეთ კოღოებს ჭირდებათ მე მგონი ხო დედალი ანუ დედალი კოღოები როცა კკბენენო დედალი კოღოები კკბენენო კოღოებს ჭირდებათო დედალ კოღოებს ჭირდებათო სისხლი აიღონო ორგანიზმიდანო ადამიანის ორგანიზმიდანო რადგან კვერცხები რომელიც მუცელში ყავსო რომ ეს ადამიანის სისხლი შეიცავს ცილას და რკინას რომ ეს გამრავლდეს შემდგომ ეს ისა ამიტომ და მერე უკვე მაგრამ მატრიცის აი ეს ხო ისაუბრა მაგრამ სალამი გამარჯობა მოთამაშეებო მომავლის მებრძოლებო მოგეთ მაგრამ მეორე ვარიანტში ან მატრიცის კუთხით თუ შევხედავთ ჩვენო ამასო მაშინო უნდა ვიცოდეთ რომ ეს კოღოები არისო რობოტებიო ხვდებით ანუ მე სამივე ვერსიაზე ვსაუბრობ რომ კოღო თქვა არსებობს და მრავლდება მეორე ის რომ ესენი არიან რობოტები კოღოები ეს არის ნანო რობოტები ნანო დრონები რომლებიც შენგან იღებენ სისხლს და ანუ ატარებენ ისა სისხლს იღებენ და არასწორხიან ჩავაბარეო ანალიზებს იღებენ ანუ მატრიცა გებულობს შენზე ანუ ანალიზებს გიღებს მატრიცა აი მივასაკლავე მატრიცა გიღებს ანალიზებს რომ რა მდგომარეობაში გაქვს ჯანმრთელობა ეგ აინტერესებს მატრიცას სისხლში რა დაავადებებია და მოგეთ რა ხდება შენ სისხლში ეს აინტერესებს მაგრამ ეს არის მოგეთ D1 ვერსიაში ის იყო D1 ვერსია პირველი რაც თქვით რომ დედალი კოღო კბენს შენ რადგან ეს ოფიციალურ ვერსიას უნდა დაუჯეროთ რადგან კვერცხებისთვის თავისი
შთამომავლობის კვერცხებისთვის, რომელსაც მუცელში 200 კვერცხი ყავსო, ჭირდება შენი სისხლი ჭირდება, რადგან შენი სისხლი შეიცავს ადამიანის სისხლი შეიცავს ცილას და რკინასო, თან პლუს ხა ვიზუალურად იქ იყო ნაჩვენები, რომ ესეთი რაღაცა კბილანები თუ რაღაც აქვს, მოკლედ ეს არის ოპერაციას, ანუ როდესაც კბილს ოპერაციას გიტარებსო რა, ესე ჭრილობას აკეთებს კანზე, გაწევს გვერდზე და მე იქიდან წობს ხორთუმით თუ რაღაცით წობს უკვე სიცხს. ანუ მინი ოპერაციას გიტარებს რა. ხო და ანუ ეს არის D1 ვერსიის დედამიწის D1 ვერსია. D2 ვერსია ეს არის რომ ანალიზებს გიღებს ეს ნანორობოტებია და ესენი რა თქმა უნდა არ არის ცოცხალი არსება და D3 ვერსიაში უკვე დედამიწის D3 ვერსიაში კოღოები საერთოდ არ არსებობენ. აი ამაზე არის საუბარი, ხვდებით? კოღოები საერთოდ არ არსებობენ, არსაიდან ქრებიან, არსაიდან ჩდებიან და არსად ქრებიან რა. ამაშია საუბარი. ეხლა წავიკითხებ შენ კომენტარს, მოიცა? მადლობა. ძველი შენობის დანგრევებზე რო გეომეტრიული ნახატები, ეგ ნახატები დღეს ტექნოლოგიურ სქემებზეა პლანეტებზე. ხო. ოდისეაში ახალი ათენა როგორ მოგეწონა ის ზენდაია რო თამაშობდა, ეგ ათენა იყო, ხო? ზენდაია არ მომეწონა და დანჩენ ზენდაია და ელენა არ მომეწოდა, დანჩენ მაგარი იყო. ხო, არა, ნუ იმაში რა ქვია, საერთოდ აი გაყალბებულ ისტორიაში იცით რას განიხილავენ? რაზე ჩვენ არასოდეს არ გვიფიქრია. აი ეს შენობები, ძველი არქიტექტურული შენობები, აი ძველი საბერძნეთის რომის იმპერიის და მოგა ძველი ელენა არ მომეწონა რას გავდა ის შავკანიანი არა საშინელება იყო კაცო. ეგ ორი და კიდე აი მოკედ ვინ არ მომეწოდა ეგ ელენა, ზენდაია, ეგ ორი მსახიობი არ უნდა ყოფილიყო და ამ რეპერის ჩასმა, ნუ იქინა რა ქვია, ეს რეპერი რო იყო ჩასმული, საერთოდ უადგილო იყო რა. და კიდე ხო, ეგ არ მომეწონდა ეს რაღაცა პაკისტანელივით ტიპი რო იყო კიდე იქ ეს რო ღრიალებდა ოდისევსის ახლოს რომ მიდმა ერთ-ერთი მებრძოლი რა. მოგე შეყრილი იყო მთელი აზია რა და აფრიკა და ხა ძალიან არ მოუხდა რა. ეგ 4-5 ადამიანი იყო ძალიან ზედმეტი და თორ ფილმი ძალიან შედევრი იყო. ძალიან სიგიჟე იყო, აი უბრალოდ სიგიჟე იყო რა. ეს იყო წარმოუდგენელი რამე. ხო და მოგე აი მაგ ძველი ეპოქის ზუსტად ნახერაზე არის საუბარი, მაგ ძველი ეპოქის იმას განიხილავენ და ხო შავკანიანებს ტენიან რომ ვითომ აი მონათფლობელობა რო იყო, ვითომ ეხლა რომ აუნაზღაურონ სიტუაცია რა. რაღაც სისულელები ხო და მოკლედ მთელი ეს შენობები და გეომეტრიული და გეოდეზისტური და მთელი არქიტექტურულ ამბებში აქვს განხილული რა. ანუ ტექნოლოგიების გარეშე ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა მაგ ყველაფრის აგება. ანუ ხიდები განსაკუთრებით, ხიდები, სვეტები, ძეგლებზე და იმას რელიეფებზე და ბარელიეფებზე აღარ არის საერთოდ საუბარი რა. ამიტომ გაყალბებულ ისტორიაში საერთოდ აი გაყალბებულ ისტორიით თუ კიდე დაკავდი არქიტექტურით და მიხვდები ყველაფერს რა. ხო, ნუ ქრისტოფორნულას, ხო, ნუ ახლა არ ვიცი ხა ალბათ სხვა გზა არ ქონდა. ალბათ სხვა გზა არ ქონდა რომ უნდა ვიღაცები შეეტენა იქ. ალბათ სხვა გზა არ ქონდა. იმიტომ რომ ის მარტო მაგაზე ხო არ არის. ხო. ხო, რა უნდა მეთქვა. არა, ზანგი სპაიდერმენი ხო არის ის რაღაცა კომპიუტერულ გრაფიკაში რაც ხო არის ეგა და კიდე რა უნდა მეთქვა. მოკლედ გადავარე პოსტი რაღაც ძალიან საინტერესო რაღაცები იყო. მაკედონელი ინდოეთამდე რო ჩავიდა თვითონ საბერძნეთში რა ხდებოდა, მაგას როგორ აკონტროლებდნენ საინტერესოაო.
ხო, აი რა არის იცი, მან საერთოდ ისტორიის არსებობა რამდენიმე ვარიანტში უნდა განვიხილოთ. საერთოდ ჯამში ჩვენ არაფერი არ ვიცით საერთოდ რა ხდებოდა. მან უნდა განვიხილოთ რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსია ის, რომ ეს შენობები მატრიცაში უბრალოდ პირდაპირ დაიხატა, ანუ ერთი ვერსია ეს. მაგალითად ძველი საბერძნეთის შერეული თემაა რა. привет, შერეული თემა. აი მაგალითად ძველი რა ქვია მას ანტიკური ნაგებობები რაც არის, მაგალითად ძველი ანტიკური ნაგებობები. აი მაგალითად თქვა ათენში რა. ათენში არის რამდენიმე ძველი ანტიკური ნაგებობის ნაშთი. აი ამ ესე თქვა ამ ქვის ნაშთებზე არის აგებული ის წიგნებში რა წერია იმას თავი გავანებოთ. ანუ ამ იმაზე არის აგებული, რა ქვია მაგას, ამ ნაშთებზე არის აგებული მთელი ისტორიული ფანტაზია რა. რომ ეს ფილოსოფოსების ცხოვრება და მთელი ფილოსოფიური სკოლების, სქოლასტიკოსების პერიოდი და მთელი ამბები რა. ამ დროს მე კიდევ ერთხელ ვიძახი. იქ მე გამოვიკითხე მოხუცები და 1960-იან და 1950-იან წლებში. 1950-იან წლებში. ოქშე. იყო ისეთი გაჭიროება ათენში, სოფლებში აღარ ვლაპარაკობ. რომ საერთოდ რაიმე იმპერიებზე საუბარი არის ზედმეტი, ჩემი აზრით. ამ დროს ახლა ეს ფილოსოფოსები ფიგურირებენ, რა ქვია, წმინდანების და მოციქულები, მაგრამ მოციქულები დაესესხებიან იქ, რა ქვია, გარკვეული ფილოსოფოსების ციტატებს და ასე შემდგომ. მაგრამ ანუ რისი თქმა მინდა, რომ ახლა იქ ერთ-ერთი ისტორიკოსის რაღაც ვიდეოს უსმენდი, ეს ირანული თუ სწორად თქვი, ინდოირანული თუ კარჩე ნახევრად ინდური წარმოშობის ტომები არიან ეს ბერძნები რა, სიტყვაზე რო ვთქვა. ეხლა რა ისე თქმა მინდა. ხო და ანუ აი ეს ნაშთები რაც არის ათენში და გინა რომში და იმაში დარჩენილი. შესაძლებელი ერთმანეთში ეს ყველაფერი დაიხატა. მეორე ვარიანტი ეს იყო წინა ცივილიზაცია, ანუ როგორც ეხლა კიდევ ერთხელ მეორე PUBG-ში რო გამოდის განახლებები. ეს იყო უბრალოდ არა ისტორია, არამედ წინა განახლების, ან წინა ცივილიზაციური განახლების ნაშთები რა, იქ რაღაც ნაგებობები იყო. იმიტომ რომ აი ხა მაგალითად რომის კოლიზეუმი და მთელი ეს ყველაფერი ხო აი სამხელა ნაგებობები, ანუ ამას რთული ეს არის რთული არქიტექტურული გადაწყვეტილებებია რა, რასაც ანუ ეს რო არის ხო იცი, რკინას რო ჩამოკიდებენ და რაღაცა ქვია იმას, ძაფზე რო რკინას ჩამოკიდებენ და იმით რაღაცას უძახიან, აგური და ბლოკის კედელი რო ამოყავთ. ხახს გონია რომ ესე ააშენეს რომის კოლიზეუმები და ეგეთი რაღაცეები რა. ანუ ძალიან რთული არქიტექტურა არის. არქიტექტურაზე ვინც სწავლობს, ანუ ვინც ქონია შეხება არქიტექტურასთან, ის მიხვდება და არქიტექტორი გეტყვის, რომ რომის კოლიზეუმს ვიღაცა რა ქვია, შეწეთ აღრიცხვამდე რაღაცა ისინი ვერ ააშენებდნენ რა, ფიზიკურად, ამიტომ 1950-იან წლებში, როდესაც ათენში სული ძრებოდათ შიმშილისგან, მე ეჭვი მეპარება რომ 2000 წელი მე ვსვკითხოს 2000 წელი როგორ მოიტანეს მოვიდნენ აქამდე. ამიტომ რაიმეს კონტროლზე რომ ალექსანდრე მაკედონელი თუ ვინ იყო წასული რა ეწერაზევით, ხო მაკედონელი ინდოეთამდე რო ჩავიდა, რომც ჩახვიდა ინდოეთამდე, ნახევარი მსოფლიო რომც დაიპყრო, რა უნდა გააკეთო? აი ელემენტარულად სოფელში რო ხარ ადამიანი, და რო წამოხვალ, ეგრევე რაღაცას ხპარავენ მეზობლები. იქ თუ არა ხარ, ანუ მიწაზე იქ თუ არა ხარ, ვიღაც თუ არა გაქვს დატოვებული და ასე შემდგომ. ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ თქვა და ეს ისეთი ანუ ჩვენი ცივილიზაცია როგორიც არის, ესეთ დროს რა, შეიძლება ზუსტად ესეთი არ იყოს ცივილიზაცია, თქვა იქ ტარტარია ცივილიზაციას და იმას რო არის საუბარი, მაგრამ სხვადასხვა ტიპის ცივილიზაციები, ანუ თამაშებში, მაგალითად თქვა, კომპიუტერულ თამაშებში ხო არის სხვადასხვა ტიპის იარაღები, სხვადასხვა ტიპის სკინები, ანუ სხვადასხვა ტიპის სკილები, უნარები, სალამი, სხვადასხვა ტიპის უნარები არის თამაშებში, ხო? მაგრამ რაღაცა იდეა ხო, ერთია მერე. ანუ ის თქმა მინდა, რომ შენ საბაჟოზე, შენ საზღვარზე, შენ საბაჟოზე როგორ უნდა ამუშაო ჯარისკაცი. შენ ჯარისკაც საბაჟოზე ვერ ამუშავებ. შენ მესაზღვრად ვერ ამუშავებ ადამიანს. აი ამ მესაზღვრეს
უნდა ჭირდება წაყვანა ტრანსპორტით და წამოყვანა. ხო და გააჩნია სად არის ამის სასაზღვრო ბლოკპოსტი. იქვე ახლოს უნდა იყოს ან მარკეტები, ან საცხობები, რომ ეს ჩავიდეს და ამოიტანოს და რაღაცა შეჭამოს, ან ადგილზე თვითონ სასაზღვრო იმას სამზარეულო უნდა კონდეს, ან თუ ბუნებაში არიან და კავკასიონზე არიან და რაღაც ისეთ ადგილზე არსა და თუ არაფერი არ არის, მაშინ სუხოი პაიოკს აძლევს თვითონ სამინისტრო, ურიგებს ამათ. ანუ ყველაფერი რაც ანუ იმისათვის რომ იკვებოს ადამიანმა, იმისათვის რომ ნახეს სამი რამეა რომ მესაზღვრე მივიდეს და ანუ თავის მოვალეობა რომ შეასრულოს მესაზღვრემ, ხო? თქვა ჩვენთან არის ახლა სიტყვაზე ერთი კვირა საზღვარზე ხან ერთი ხან ყოველ წელს ხო არ ივლიან ერთი დღით ხო ვერ წახვალ. მიდის ერთი კვირით, ვალბალაშა სტიკერებისთვის დაალახეთ დაარტყით სტიკერები გაზი ერთ ლაივი, ხო? მესაზღვრები ხა არ ვიცი როგორ არის, ზოგი ერთი თვით მიდის, ზოგი ორი კვირით მიდის, ნუ გააჩნია განრიგებს რა, ხა ერთი დღიანი განრიგით ხო ვერ წავა ადამიანები. ნუ საქართველოში ვიძახი. ანუ ზოგან მე მინახავს ხა ეს მესაზღვრები ზოგან კარვებში არიან, ზოგან რაღაც ძველი შენობებია და გადაკეთებულია. მაგრამ არის სამი მნიშვნელოვანი დეტალი ფიგურირებს აქ. ანუ მესაზღვრეს, ხა აი მესაზღვრეს ვიოლინო ამ მესაზღვრეს ახლა ჩათვალე იგივე წარსული დროის ჯარისკაცია უბრალოდ აი ჩააცვი ახლა რაღაც ესეთი ოდისევსის ნაირი რაღაცა სკაფანდრი ჩააცვი და დააფარე თავზე და რაღაცა ჯაჭვის ჯაჭვის პერანგებშია განსხვავება და შუბი უჭირავს ავტომატის მაგივრად მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანია იგი აი ნახე ისეთი თქმა ანუ სამი კომპონენტი ფიგურირებს ერთი ტრანსპორტი იმიტომ რომ ტრანსპორტი არის საჭირო რომ მესაზღვრე მივიდეს დანიშნულების ან სამუშაო ადგილამდე ეს ტრანსპორტი არის ან მანქანა ან მატარები მოგეთ ძირითადად არის ან მანქანა ან ვერტფრენი ხო დეტალებს ხო ფაქტებს ხო სწორად ვალაგებ ან ვერტფრენი არის ან ვერტფრენით ადიან სიტყვაზე ლაგოდეხშია სვანეთშია ყველგან არის რაღაცა სასაზღვრო პუნქტები ხო ან მაღალი გამოვლობის ჯიპი ან რაღაცა რა ხო ხტები და მოტოციკლეტი ან რაღაცა რა ერთი არის ტრანსპორტი ცხენებზე ზედმეტი ალაპარაკი ერთი არის ტრანსპორტი შენ ვერ დაფარავ იმ ხელა ტერიტორიებს რა ისე ერთი არის ტრანსპორტი მეორე არის კომუნიკაცია ანუ კავშირი გამომლობა ტელეფონი რაციები რომ ეს მესაზღვრე კაცო რა ქვია ამირან გულში მღეროდაო ხა მესაზღვრე თაზე საზღვარზე იქნება თუ თავის საძინებელში რა მნიშვნელობა აქვს თუ კავშირგაბმულობა თუ არა აქვს ცეცხლის სადღაც ანთება ეს არ არის კავშირგაბმულობის აქტი კავშირს შენ ვერ ამყარებ ანუ მეორე კომპონენტი არის საჭირო კავშირგაბმულობა და მესამე კომპონენტი არის საჭირო კვება აი ამ კვების უკან დგას მთელი ინდუსტრიები დაწყებული სუხოი პაიოკიდან კიდე დამთავრებული თუ საწყობია იქ სადმე ან რაღაცა მაღაზია ან თუნდაც სამზარეულო იყოს იმ სამზარეულოს მაცივარი ჭირდება მოგეთ ანუ ამით მის თქმა მინდა რომ თუ სიტყვაზე ეს ყველაფერი თქვა ისტორია ესე იყო მაშინ ამ ყველაფერს უკან იდგა რაღაცა ტიპის მაცივრები რაღაცა ტიპის გაყინული ანუ უბრალოდ ანუ ყველაფერი იყო ისე როგორც ჩვენ ცივილიზაციაში როგორც არის უბრალოდ დეკორაცია იყო შეცვლილი რა ჩვენ თუ სმარტფონი გვიჭირავს ტელეფონის ამბავში ჩვენ თუ სმარტფონი გვიჭირავს მაშინ იმათ რაღაცა სხვა რამე ეჭირათ ხელში ან ჰაერში ხსნიდნენ პორტალებს ანუ ხვდები იმიტომ რომ ამ ყველაფრის გარეშე საიდან რა ქვია მაკედონელის თქვა შუა ევროპიდან წასვლა ინდოეთამდე რა ინდოეთამდე ხალხო რა ინდოეთზე არის საუბარი აგერ ხო ხედავთ ორი დრონი ჩამოაგდეს მოსკოვში და ხალხი საცობში დგას ვერანაირი სიძლიერე ვერ მისცემს ადამიანს სიმხელა ენერგიას და იმას რომ შენ ერთი ცხენი ეს ცხენი კაცო ციფრული ავატარი ხო არ არის თუ ციფრული ავატარია კი ბატონო მაგრამ უბრალოდ რაღაც 1-3 დღე 5 დღე ირბენს და მაგრამ მოკუტება კაცო უბრალოდ ჭამა უნდა დასვენება უნდა მაგრამ და ეგ არ ხდება რა ამიტომ აქ არ ვიცი რა მე მაგებზე აღარ ვფიქრობ ეხლა რამდენიმე პოსტი შემხვდა რამდენიმე პოსტი შემხვდა
ამ ბოლო პერიოდებში ხდება რა არქეოლოგების შესახებ პოსტები რა, არქეოლოგიურ გათხრებს რო იწყებენ და რაღაც არქეოლოგიურ ადგილებს ნახულობენ რა. ხო და ახალი წერტილებია ლოკაციები რა. ეხლა დადეს პოსტი რომ სახელოსნო ნახეს ვითომ მიპოვეს სახელოსნო, მე მაგის არ მჯერა, ეხლა გეტყვით რატომ. სადაც ვითომ მეტალურგიის წარმოება მიდიოდა და რაღაცები სამჭედრო იყო, თან რაღაცა გადადნობა მეტალის და აი სისულელია, ანუ წარმო მეც რომელმაც საერთოდ აი მეტალურგიის საკითხები საერთოდ არც ვიცი, ზედაპირულ დონეზეც კი ელემენტად ზედაპირულადაც კი რო შეეხოთ მეტალურგიული ამ ქარხნების და მთელი ინდუსტრიის, ანუ სამრეწველო ინდუსტრია, ანუ ტიპებმა, ანუ ნახევარსფეროს ეს არის უკვე გაყალბებული არქეოლოგია არის. თვითონ ქმნიან, ანუ თხრიან ორმოებს, არ ვიცი ესენი გლობალისტები არიან, ისევის მეცნიერები არიან, ვინც თხრიან თუ რაღაცა, მაგრამ აშკარა არის, რომ ეს, იმიტომ რომ ითხრება ტრაქტორით ალბათ თხრიან, ამოთხრიან, მე მოაწყობენ ხელოვნურად, ვითომ ეს რაღაცა ესე აგურებს დაალაგებენ, ვითომ ეს იყო ღუმელი, სადაც მეტალს აწვრთობდნენ, მოიპოვებდნენ, გადადნობა ხდებოდა, რაღაცა სისულელები, ანუ ტიპებმა მაშინ ამხელა სამრეწველო ინდუსტრია რაღაცი გჭირდება ავაშენოთ პატარა სახელოსნოები და ეგ ისედაც გვეყოფა, მაგით თუ მოიპოვებ შენ ჯარი უნდა იმაზე რა ქვია ჯარი უნდა აღჭურვო ერთი სახელოსნო თითო რამდენი მილიონი გაქვს მილიონი ვერ გექნება ქვეყანაში რამდენი სახელოსნო უნდა იყოს ეხლა აღარ არის მაგდენი სახელოსნო და რამდენი უნდა იყოს იმაზე სახელოსნო რომ შენ ჯარი აღჭურო რა ანუ ინდუსტრიის სამრეწველო ინდუსტრიის გარეშე შენ ვერაფერს ვერ იმასიზავ რა ქვია რა ვერაფრის წარმოებას ვერ შეძლებ. ამიტომ ეგ ყველაფერი არის, ნუ ძალიან სასაცილო რა. ანუ დაჯერების დონემდეც კი არ მივიყვან მე მაგ არქეოლოგიურ გათხრა, ანუ საერთოდ ჩემს არც არ ნიშნავს, იმიტომ რომ უყურეთ ფილმი ბლეფი უყურეთ ეს ჩელენტანო თამაშობს, როგორ გააყალბებენ, ანუ ეს აფერისტები რო აფერისტი თაღლითები ძველი არის 1970-იანის თუ რაღაცის წლის ის არის მალუბალაშა 70-იან წლების თუ რაღაცის ფილმია რა, ძალიან ძველი ფილმია. რო ტიპებს უნდათ რომ მიწა გაყიდონ და ამოთხრიან მიწას, აი ბლეფი ნახეთ. სიტყვა ბლეფი რას ნიშნავს თუ მაგით მივხვდი რა. მიწას ამოთხრიან ეს ტიპები, მიწას ამოთხრიან ტრაქტორით და რაღაცებით და ქვეშ მოაწყობენ რაღაცა ძველი ფარაონის დედოფლის თუ რაღაცის სარკოფაგს რა ხელოვნურად მოაწყობენ და ერთ-ერთ ანუ ჩვეულებრივი მიწაა რა ანუ საყანი ადგილია რა არაფერი იქა მიწაში არ ხდება და სარკოფაგს მოაწყობენ ხელოვნურად რა დაიქირავებენ მუშებს და მილიონებად გაყიდიან რა ვითომ ძვირფას რაღაცებს ნიმუშებს იყიდიან რა იმის მალობა სურპრაიზ იმას აქვია სტატუეტკებს რაღაცებს და მუზეუმიდან და იქნა ბუტაფორიებს იყიდიან რა აქვია უბრალოებს და ჩაალაგებენ და მილიონებად გაყიდიან ამ მიწას. თაღლითურ სქემას იმას იზავენ. მაგ ფილმში მე ადრე მითხეს და ნახე ეგ ფილმი გამოუშტერდი ხალხო. ანუ არქეოლოგიური გასათხრელი არქეოლოგიური ზონა როგორ მოამზადეს. ესეთი რამე რომ ანუ ნახეთ რას ვამბობ აი პირდაპირ გეუბნებით რა. ვისაც როგორ უნდა ისე დაიჯეროს რომ ასეთი იდეა რომ გაჩნდეს ასეთი იდეა რომ გაჩნდეს ჰოლივუდში რომელიც წელს არ უნდა იყოს რომ აი მოდი ბლეფი გადავიღოთ და სადაც არქეოლოგიურ იმას მოაწყო ეგეთი რამე რომ იდეა მოვივიდეს თავში აზრად რეჟისორს ეგეთი რამე არის ხალხმა წარმოუდგენელი რამე ეს არის დავალებით გადაღებული ფილმი ბლეფი ანუ დავალება მისცეს და გადაიღეს რომ მატრიცაში დაფიქსირებულიყო და ეთქვათ სიმართლე ამას თქვია ამე არ ვიცოდი ამას თურმე რქმევია პროგნოზირებადი პროგრამირება. აი რა მადლობა ლაშისტიკებისთვის. აი პროგნოზირებადი პროგრამირება. ამას ქვია თურმე რატო აი სიმფსონებში რატო გვაჩვენებენ წინასწარ ყველაფერს, იმიტომ რომ ისინი ვალდებულები არიან, ეგ თავისუფალი ნების ამბავში ვალდებულები არიან, რომ შენ გაგაფრთხილონ რას გიპირებენ. და ანუ ეს დაფარული სიმართლეები რაც არის, რომ უნდა გითხრან სიმართლე რა, მაგრამ ეხა პირდაპირ ხა სიტყვაზე ახლა რაღაცა ძველ კადრებს რო ატრიალებენ ხოლმე
იმაზე რა ქვია, წინა მთავრობის, მე ამ მთავრობის და ასე შემდგომ. გამარჯობა თამარ. აი, ტიპი რომ მოდის სიტყვაზე და უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ხა არ დავასახელებ ერთ-ერთი ხელისუფალი იძახის რომ აი ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, აი ჩვენ ეტაპობრივად ხალხს გადმოგცემთ იმას რა ქვია. ხალხს გადმოგცემთ რა ქვია მაგას ძალაუფლებას. აი წარმოიდგინეთ აი რა დონეზე თვალებში ნაცრი შყრა არის. ანუ შენ მე მომეცი არ შემიძლია შენ მე მომეცი ხმა, ანუ შენ მომეცი შენი ძალაუფლება რომ მე შენ უკან დაგიბრუნო, ვინ რას დაგიბრუნებს? ანუ როდესაც უკან ვინ რას დაგიბრუნებს? ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ხა არჩევნებზე სიტყვაზე ადამიანი რო გამოდის, არჩევნებზე ხმა რო უნდა მოიპოვოს შენი, ის იმას ხო არ გეტყვის, იცი რა მე შენს გაქურდვას ვაპირებ. ანუ შენ რო ბიუჯეტში ფული შეგაქვს, იმ ბიუჯეტის მოპარვას ვაპირებ. ანუ ამას შენ არჩევნებზე ხო არავინ არ გეტყვის, ხო? ამიტომ ანალოგიურად გლობალისტები შენ არ გეტყვიან იმას რომ აივა არ გეტყვიან გლობალისტები შენ იმას რომ აიცი რა შენს დახოცვას აპირებენ. აი ხა მაგალითად ომი ეხლა დაიწყო. ომი вообще რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება ითქვას რომ ეხლა დაიწყო. მანამდე იყო მართლა სპეციალური ოპერაცია იყო. ხვდებით რის თქმა მინდა და უკვე ქალების ჯარში გაწვევაზე საუბრობენ. ანუ აქ რაზე არის საუბარი? ანუ პირდაპირ აი ტელევიზორში გამოდიან პრეზიდენტები, მერე მოვარდებიან სამხედროები, ნახეთ რას რის თქმა მინდა დაუბრუნდები არქეოლოგიას, მოვარდებიან სამხედროები, სალამი. მიყავ ძალაძალით და იქ ხალხი მერე იხოცებით. ანუ მილიონობით კაცი უნდა გაწყვიტონ, ეს არის გეგმა. ხო და ხალხი წინააღმდეგობას იმიტომ ვერ უწევს, რომ იქ მერე არის მოყვანილი სქემები, რომ 1 მილიონს ეშინია, რომ აი მეორე მილიონი რომ გაანადგურეს, აი ეს მილიონი მაინც იქნება გადარჩეს და აი ფსიქოლოგიური ისინი გათვლები ყველაფერი მოყვანილია რა. ასე არ დავიკარგო ერთ რას ვყვებოდი. ხო, ანუ ამას შენ წინასწარ ხო არ გეტყვიან. წინასწარ ხო არ გეტყვით თქვენ დახოცვას ვაპირებთ რაღაც. ახლა ზელენსკი ან პუტინი სიტყვაზე ან ვიღაცა პრეზიდენტი რო ირჩევდნენ, იმას ხო არ იტყოდეთ, ვაპირებ აი რაც მერე მოხდა, აი ომი დავიწყო ამ ქვეყანასთან და 9 მილიონი გაწყდება. ხმას ვინ მიცემდა, აღარავინ არ მიცემდა. ამიტომ ხო პროგნოზიმაზე ვამბობდი. პროგნოზირებადი პროგრამირება ქვია ამას, ამიტომ გეუბნებიან ამას პირდაპირ. ამიტომ ფილმში ბლეფში, ან ფილმი ბლეფი რაც არის, ბლეფი ჩელტაუს მონაწილეობით აქ აჩვენეს პროგნოზირებადი პროგრამირება. როგორ ხდება არქეოლოგიის გაყალბება. ანუ ტრიალ მინდორში სადღაც ცარიელ ტერიტორიებზე მიდიან ჩაალაგებენ არტეფაქტებს. აი ხა მე ხო გავუნდებით ვანის აი უბრალოდ ხა მე დაზუსტებით ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ მე უბრალოდ ჩემ აზრს ვამბობ. ხა მე ხო არა ვარ მეცნიერი, ხა მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ბევრი რამე არის ჯერ კიდე რაც არ ვიცი, მომავალში მეცოდინება. ეგრე აი მაგალითად 2 წლის და 3 წლის წინ მე ხო არ ვიცოდი გაყალბებული არქეოლოგიის შესახებ. ანუ ვსვავდი კითხვებს, მაგრამ არსებობს რაღაცა ცნებები, რაც მე არც გამიგია. ანუ არქეოლოგიასაც თუ გააყალბებდა ხალხი, ამასაც ეს წარმოუდგენელი რამე იყო. ახლა მე იმას არ ვამბობ, რომ არსად არანაირი არტეფაქტი არ არის. არის კაცო რაღაც ნამარხები, შემთხვევით ზოგს რემონტი გაუკეთებია და სამარხი აღმოჩენილა მის ეზოში, ბინაში, მიწის სახლის ქვეშ. ყველაფერი ხდება, ეგ ხდება, გან არ ხდება, მაგრამ აი მე ვამბობ, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. ჩასული ვიყავი და ნახე. ეხლა იქ რაც ალაგია, ანუ ნახე რას ვამბობ, იქ რაც ალაგია. ანუ ნახევარი ევროპის განძეულობა ალაგია იქ და ანუ აი სრულიად აი ეს აბრეშუმის გზა ზოგადად ეს აბრეშუმის გზა ხო ეს ხო ზღაპარია ჯერ ესეთი აქედან დავიწყოთ. იმიტომ რომ რა აბრეშუმის გზა ხალხნო ახლა აი ეხლა მთავრდება ავტობანი, ეხლა მთავრდება ავტობანია. მანქანები რომლებიც 300 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებენ, რამდენი ხანი ჭირდებათ რომ ეს გამშვები პუნქტები გაიაროთ, სიტყვაზე აზიიდან წამოვიდეს ტურისტები, ჩავიდეს ევროპაში, წავიდეს რუსეთში, რუსეთიდან ჩამოვიდეს. და ესე იგი აბრეშუმის გზაზე ურმით და ცხენით, ესე იგი ურმით და ცხენით მოდიოდა, წარმოიდგინეთ ურმით და ცხენით მოდიოდა აზიიდან ტიპი, ჩათქონდა საბერძნეთში ტავარი ყიდდა, ან საბერძნეთიდან მოდიოდა და აი ეს არტეფაქტები, ესე თქვა ეს სტატუეტკები, ძვირფასი ქვები რაღაც, აი იქიდან არის შემორჩენილი თითქოს, ანუ просто აბსურდია რა, აბსურდია, იმიტომ რომ აი როგორი რაღაცა არის, იცი რომ აი აჭარელს ეხლა რო უთხრა, აი აჭარელს რო უთხრა ეხლა რომ
და როგორი რაღაცა ეს აბრეშუმის გზისიდია, იცით რომ აი ვაჭრობის თემაში რომ აი აჭარაში რომ მანდარინი მოვა, აჭარელ გლეხს რომ უთხრა რომ მოდი ტაჭკაზე აი მანდარინს რომ დაკრიფავ, ტაჭკაზე დადე 1 ყუთი დადე ტაჭკაზე და ამოგეთ 1 ყუთი მანდარინი დაკრიფე, დადე ტაჭკაზე, წაიღე კახეთში ხელით, დედას ფიცავარ, გაყიდე კახეთში და ჩამოდი უკან. აი გარი აბრეშუმის გზის იდეა. მაგრამ კიდე მოკლე პროგრამაში ვთქვი 300 კილომეტრის ვარიანტში ვთქვი. და ანუ ეს აბრეშუმის გზა რო იყო და ეს ვაჭრები თითქოს მიდიოდნენ და მოდიოდნენ. რა უნდა ივაჭრო შენ ესე იგი სად რა უნდა ივაჭრო აზიიდან რა უნდა წამოიღო აქლემებზე რა უნდა დაალაგო იმდენი შენ რომ ჩაიტანო იმაში ასაბერძნეთზე წამოხვიდე მე გზადეს თილისმები სამკაულები რაღაცები და მე ზოგი სადღაც აღმოჩნდა ზოგი სადღაც აღმოჩნდა თელი ესე იგი თელი ევროპის ისინი რა ქვია სამკაულებით არის გადაძეძგილი ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ისეთი რაღაცეები არის რომ აი გაგიჟდები რა აი გაგიჟდები ესე ტიპებმა მოაგროვეს იმეს რა ქვია რესტავრატორებს შეკვეთა მისცესო და მოიტანეს და დაალაგესო მე ხლა არ მინდა რომ ვინმეს რამე დავაბრალო მაგრამ მე ვამბობ რომ ეს არის ძალიან იმიტომ რომ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი რათა ის გათხრების სადაც არის ის თვითონ გათხრების ტერიტორია სადაც არის და სადაც არის ნაჩვენები და ის ადგილი ხო და სადაც ნაქალაქარი სადაც იყო ანუ საერთოდ აი გაუგებარი აი რო დადგები ჩანს და მთელი იმერეთი ჩანს თუ რა ქვია იქით ჩრდილოეთ მხარეს იმერეთი კოლხეთის დაბლობი ჩანს აი რო ნაქალაქარი რო არის ვისე ბრძვი სადე ბრძვი რა ხდება აი სრულიად გაუგებარია იმიტომ რომ ცხენებით გადაადგილება ცხენით შეიძლება გადახვიდე გვერდზე აი გვერდზე სოფელში ბიძაშენთან წაუქეიფო და გადმოხვიდე აი შერეკილებში რო არის რომ პრასი არ გიდა გვაქვს თქვა და რაჯობია ბრეგვაძეების რაჯობია ბრეგვაძეებში ქეიფსო ტიპი ჩავიდა ყანიდან დაუძახა ამოვიდა იქეიფეს მორჩა რა აბრეშუმის გზა რას ლაპარაკობთ ხახო 3000 და 4000 კილომეტრს რანაირად დაფარავ ადამიანი აქლემები და რატო უნდა დაფარო აი რატო რომ 2 ტილო გაყიდო საბერძნეთში და მე იმან რაღაც სამკაულში გაგიწოს ნუ სრული აბსურდია და ამ დროს ესე იგი იმაში რაღაცა ქვიშიდან მოიპოვებდნენ თითქოს მეტალს და გადადნობას და ამას აკეთებდნენ რაღაც აი როგორ გითხდები აი ძველი ბარახლოკა ბაზრობები რო არის რაღაც ეგეთი ტიპის სახელოსნო ქონდათ და ანუ სისულელია რა არ არსებობს აი არ არსებობს პაჩებდიკი არ არსებობს ისტორია არ არსებობს ხიდების მშენებლობა აი ხიდების მშენებლობაში ცალკე მიმართულება არის დათმობილი გაყალბებული ისტორიაში იმიტომ რომ შენ თუ მთელი ეს ინდუსტრია არა გაქვს მაგის გარეშე შენ დინარეში ხიდს ვერ ააშენებ და შენ თუ დინარეში ხიდს ვერ ააშენებ მაშინ ისტორია არის გამოგონილი ხვდებით რა შესაქმე იმიტომ რომ ფიზიკურად იმის რა ქვია ცივილიზაციული მიმოსვლები ანუ გამორიცხულია რა აი მორჩა აი ვერა რა გეუნებით შანსი არ არის ხა აი გადით აი თბილისში გადით მტკვარზე სადაც დიდი დინება არის რაღაცა და თქვენ აი რითი ლაფატკით ააშენა შენ ლაფატკაც არ გიჭირავს რაღაც აი ხელსაწყოების გარეშე შენ დინარეში გეოდეზია და ჩამოთვლილი არის ეს მთელი მეცნიერებებია ჩამოთვლილი პლუს რა მთელი ცივილიზაცია უნდა გიმაგრებდეს შენ ზურგს ამწეკრანები და ბეტონების ქარხნები და ყველაფერი დამთავრებული რომ რას ქვია აშრობდნენ ნახევარქათამა იდგა და სვავდა ამას შეიძლება გადააგდო მდინარე ერთი მიმართულებით მაგრამ შენ იმას ვერ რაღაცა მდინარე შეიძლება დააშრო და გადააგდო ერთი მიმართულებით მაგრამ არის დიდი ახლა იმასთან რა ქვია ამერიკაში და იმაში არის იმხელა მდინარეები ვერსად ვერაფერს ვერ დააშრობ აგერ რუსეთში მდინარეები და ისინი 1 კილომეტრი სიგანი აქვს მარტო სამშვიდობის სკოლას ამიტომ ეს დაშრობა და რაღაცა დააშრებ და რა რო დააშრობ რას იზავ მე ის კატლავანი რაღაცები რითი უნდა ამოიღო რითი უნდა ჩაასხა ბეტონი სიზუსტეები რითი უნდა დაიცვა მთელი ლაზერები და მთელი ყველაფერი გჭირდება ამ ყველაფრის გარეშე შენ თუ ამას არ გაქვს ვერ აშენებ დინარეს და დინარეს თუ დინარეზე ვერ აშენებ ხეთს ვერ აშენებ ხიდს და ხიდს თუ ვერ აშენებ მაშინ ისტორია არ არსებობს მაგრამ ხიდი დგას ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ უკნიდან ეს თქვა თამარ მეფის დროინდელი აშენებული ხიდია კი არა აი აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ აქედან უნდა მივიდეთ
თქვა თამარ მეფის დროინდელი აშენებული ხიდია, გამანდებოდ მაგას თავი რა დროს არის აშენებული. ეს ხიდი როგორ არის აშენებული და ისტორიული წიგნებით კი არ უნდა, ნახე ისტორიული წყაროებით კი არ უნდა ისაუბრო, უნდა ისაუბრო არქიტექტორის და ანუ უნდა იყო ექსპერტიზის დასკვნა უნდა გაკეთდეს რამდენიმე მხრივ. ანუ იქ ეს ცემენტი როდინდელია, მაგრამ ეს თვითონ ცემენტზე რა ქვია, მაგრამ რადიოკარბონული ანალიზი არის გაყალბებული, მოგონილი, ანუ მაგასაც ვერ გეტყვიან როდინდელია. ანუ თამარ მეფის ხიდი რო დგას სიტყვაზე როდინდელია ეს ცემენტი ვერავინ ვერ გეტყვის დედამიწის ზურგზე. ერთადერთი გზა არსებობს ამისათვის, რომ შენ გაიგო ეს თამარ მეფის დროინდელი ხიდი მართლა როდინდელია, რომ შექმნა დროის მანქანა, გადაახვიო დრო უკან და აი თუ გადაახვევ დროს უკან, მაშინ შეიძლება გაიგო როდის ააშენეს. ისე ვერაფრით ვერ გაიგებ, როდის არის აშენებული ეს თაღოვანი ხიდები და რაღაცეები. ატომური ბომბები ზოგადად არ არსებობს, ატომი არ არსებობს, ატომური ბომბები არ არსებობს, მაგრამ აი ატომური ბომბი არა, მაგრამ რაღაცა ტიპის, ასეთი ტიპის ომები მომხდარი არის. გლახათვარო. მე რა ვილაპარაკე ხა კაცო. რატო არის ახლა აი რო იქაჩება მთელი ოპოზიცია და ეს გამწარებულები რო არიან? რატო არისო რომ საბჭოთა კავშირის მერეო 1 მეტროს გვირავი ვერ გავაკეთეთო და ერთი ხიდი ვერ ავაშენეთო? შეუძლებელი არ არის, მაგრამ ვერ ააშენებენ. თელ საქმეც მაგაშია. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს უკვე აშენებული რაღაცებში ჩატვირთეს, მოგეთ მთელი თემებია მან რა. თლიანი სურათი ჩვენ ამ ყველაფერს არ ვიცით ეს ფრაგმენტულად რა, არ არის ხიდი, არ არის ეს ინდუსტრია, არ არის ცივილიზაცია, არ არის ეს მეცნიერებები და ყველაფერი ვერ შენდება ხიდი და შესაბამისად არ არსებობს ისტორია. ამიტომ საიდან გაჩნდა ეს ხიდი ან ეს ხიდები, ამაზე საუბარი უნდა დავიწყოთ უკვე ბოლოდან რა. ზევით რა ეწერა. ხიროსიმა და ნაგასაკში არანაირი ატომური ბომბი არ ჩამოუგდიათ, იქ რაღაც ტროტილები ჩაყარეს და ააფეთქეს რა. ტროტილით გაძეძგილი იყო ისინი. ატომური ბომბი არ არსებობს საერთოდ, ესეც გაყალბებულია, საერთოდ რადიაცია არ არსებობს. რადიაცია ეგ არ არის, ეს არის ქიმიური, უბრალოდ ქიმიური მოწამვლა ხდება რაღაცა ტერიტორიების და ამას უძახიან რადიაციას. ჩერნობილის ამბავიც არის იმენა მაგაზე ძალიან ბევრ ამას მოусმინე. და ეგეც ეგ არის დადგმული ჩერნობილში ახლა ჩვეულებრივად ცხოვრობს ხალხი. უბრალოდ არის რაღაც ადგილები, რაღაც ქიმიური ზონა იყო და ასე შემდეგ. აქ იყვნენ ჩამოყვანილი, ყავდათ ახალგაზრდები, ქიმიურად იყვნენ მოწამლულები და ნუ რადიაციას უძახიან ამას რა. ეს ხალხი მერე დაიხოცა და რაღაც ხო და ზოგი ხა იქ მე ვიცნობდი სამსახურებში მძღოლები იყვნენ, მძღოლებად იყვნენ, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, ჩერნობილი რომ სამბავი რომ მოხდა. რაღაცა ტავარი მომქონდა, ის მომქონდა, ეს მომქონდაო და ხალხს მერე ზოგს კანი გაძვრა, ზოგი დაიპოტენტდა, ზოგი დაავადმყოფოდა. იქ ქიმიური რაღაცები შეეყარათ და ეგ თემა იყო. მაგრამ ჩერნობილის ამბავიც იყო დადგმული, იქ არანაირი რეაქტორები არ ყოფილა. მაგაზე დევს ვიდეოები რა არის იქ ეფრემოვთანაც არის, ვალერი კრიმსკისთანაც არის და კიდე სხვა იმებთან, რამდენიმესთან ძალიან კიდე უფრო სერიოზულ ბლოგერებთან ნახე მე ისეთ რაღაცები. вообще ტიპები კლიმატური იარაღების თემებში არა ისეთ რა აი вообще მსოფლიო შეიძლება ითქვას რომ მსოფლიოში რა ხდება კაცმა არ იცის რა ეხა აი იმან რომ დასვა კითხვა მოიცა ერთი წამით დღეს რომ ამოტრიალებულ ხიდია შეიძლება კი გამარჯობა მაგ რეაქტორზე როგორ იდგა საბჭოთა კავშირი ჩვენ აი ნახეთ ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვი აი ძალიან მარტივად აგიხსნი აი ნახე აი შეხედე რა გაჩვენო აი შეხედე აი ეს არის მზის პანელზე მომუშავე
power bank-ი, რომელიც ისედაც შეგიძლია დატენო 2-3 დღეა მიგდია მზეზე. აი, დღეს ვფიქრობდი რა. აი, ეს ხო მულიაჟი, ეს არის მულიაჟი, დეკორაცია. ნახე? აი ეს მზის პანელზე მომუშავე power bank-ი არის დადასტურება იმისა, რომ ელექტროენერგია არ არსებობს. ეს არის მაგია, გამოგონილი ამბავი, ეს არის უბრალოდ მატრიცული ალგორითმი. აი, ამიხსენით, ოღონდ ეს ფორმულებით ამიხსით, ვიცი მე გეუბნებით, აი, ადამიანურ ენაზე ამიხსენით, როგორ შეიძლება, რომ მზეზე დავდო აი ეს მზეზე დავდო და ამან დამიტანოს ტელეფონი. ეს არის ხახ წარმოუდგენელი რაღაცა. ეს არის უბრალოდ გითხრეს და დაიჯერე. იქ ტექნიკოსები 1000 რაღაცას მოგიყვებიან. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგია არ არსებობს. დენის მეფეს ეუბნები, დენი არაო, ვინ არის დენის მეფე? მე გეუბნები, აი, ანუ ის რეაქტორები, ენგურჰესები, ეს ჰესები ჯერ ხო აშენეს. აშენებული დახვდა უკვე საბჭოთა კავშირის ემას. მზის ენერგია როგორ უნდა გარდაიქმნას ელექტროენერგიად? რანაირად? ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგია არ არსებობს. ანუ დენის კაბელებში არაფერი არ გადის. უბრალოდ იქ შეიძლება დენი დაგარტყოს და მოკკლავს. ეგ არის იმიტაცია იმისი, რომ გაჩვენოს, რომ იქ არსებობს დენი. ისიც 1000 ერთხელ უწევს ამ იმიტაციის შექმნა. ხვდებით რა შესაქმე? ანუ პანელი გავშალე და დენი მივიღე მზისგან. არა სასწაულია რა. ასე რომ ეხლა ხო გითხარი მე რა ახლა რომ მოვკიდო კაბელს და მოვკვდე შენ თავზე აიღებო მე ამ წუთას რა ვთქვი რომ მოკიდებ კაბელს და ადამიანი ვიღაცა რომ მოკიდებს კაბელს და შენ ჯვარი გწერია და მოკდება ეს არის იმიტაცია ანუ იმ დენის დარტყმა იმიტაციას გიკეთებს იმიტომ რომ გაჩვენოს რომ აი დენი მე კაბელებში დენი არსებობს და თუ ხელს შემახებ მოგკლავს რა და მოგკლავს მართლა ანუ შენს ავატარს გათიშავს სისტემიდან იმიტომ რომ ის თავის წესებს დაიცავს აუცილებლად ეხლა დავა ქონდა ის რო არის ვაძიმი რო არის გლოგერის მაიამი და მაგის ისინი ვიდეოები გადავარეპოსტე ეთყობა ესე დაიღალა ეთყობა ცოტა პრეზიდენტებს და უცხოპლანეტელებზე ლაპარაკი და გადავიდე ხამ ტექნოლოგიების ამბავში ეფრემოვი რასაც ლაპარაკობს სავარაუდოდ ან სავარაუდოდ მაგან ეფრემოვის მოსმენა დაიწყო და მსგავსი ბლოგერების იმიტომ რომ მაგაზე დაიწყო სულ ჩიპებზე და აი როგორ შეიძლება ვიდეო კამერამ როგორ შეიძლება გადაიღოს ვიდეო მე ეს შეინახოს ამ პატარა ნაწილებზე ჩიპებზე ძალიან დეტალებში ისაუბრო მე ეს შენ კაბელით გადაიტანო მონიტორზე ან ლეპტოპში ან მონიტორზე და უყურო ეს არის ხალხო ჩვეულებრივი მაგია ეს არის მაგია ჯადოსნობა რა ანუ D2 დედამიწის შემთხვევაში ეს არის მატრიცული ალგორითმი უბრალოდ მუშაობს და რატომ მუშაობს არ იცი და D3 ვერსიაში ეს არის მაგია მაგია აბა რა ანუ ვზივარ სადღაც ტყეში ტიპი და შენ მე მიყურებ შენ გიჭირავს ხელში სმარტფონი გეუბნები რომ სმარტფონებიაო და სინამდვილე სარკი გიჭირავს ხელში ჩვეულებრივად ანუ ფიფქიაში რო არის სარკევ მითხარი ვინ არის ჩემზე ლამაზი აი მაგალითად სიტყვაზე აი ინსტაგრამი რა არის გოგო ზიხარ და ეკითხები სარკეს ანუ ვითომ ტელეფონს სარკევ მითხარი ვინ არის ჩემზე ლამაზი ამ ქვეყანაზე და თიცადებ ეკრანს ამ შეხვედი ინსტაგრამზე და გიყრის მოდელების ფოტოებს სადაც აი შენზე ლამაზები ყოფილან თურმე ინსტაგრამი არის ეგ აი ფიფქიაში რო სარკია ეგ არის მეტი კი არაფერი დემარკი ეგ არის ბლოგერია იცი ჩავწერ აი ჩავიწერ ნახავ ხო ამიტომ აი ვაძიმა რომ მაგაზე დაიწყო საუბარი გამოვშტერდი არ ველოდებოდი რა და ტიპიო ანუ ვიღაცა ბიჭს ველაპარაკებო ჩამერთო ეს ბიჭო და მიხსნისო დეტალებშიო ბიჭო ვეუბნებიო ანუ აი საერთოდ ხახო წარმოუდგენელი ჯერ
და დაჟეო ეხლა ვეფრემო იმას იძახდა რომ დაჟეო იმდენად ტიპები უკვე ისე გაზარმაცდნენ რომ დაჟე ტელეფონებში ნაწილების ჩატება აღარ უნდათ უკვე რა თითქმის არალაგია ტელეფონებში თქვენ წარმოგიდგენიათ ხახმაო ანუ ხელში მიჭირავს სუპერ კომპიუტერი ანუ რადოდი სუპერ კომპიუტერია იცით რომ ჯერ მარტო აი PUBG-ს გეუნებით PUBG-ს PUBG მობაილი აი განსაკუთრებით აი ვიძახე PUBG მობაილი ანუ ეს ხო ინტერნეტის კაბელზე არ აქვს შეერთებული ანუ რამდენი სოფლის ქვეყნიდან ონლაინში გეთამაშება ტიპი ერთდროულად და ეთამაშებით ვიღაც ანუ სოფლიო სისტემაში რა რომელ კაბელში უნდა გაიაროს აქ რა სისწრაფეზე არის საუბარი რომ ეგეთი სისწრაფე არ არსებობს ანუ შეუძლებელი არსებობდეს ეგეთი სისწრაფე რომ მე აქ თიც ვაჭერ იქ რეაქციას აძლევს იმასთანაც იგივე ხატება ჩემთანაც იგივე ხატება ანუ რო ჩაუკვირდე ანუ სიგიჟია რა სუპერ კომპიუტერი ჩაკეცავო კალკულატორს ამოვაგდებ ამოკეცავ Facebook-ზე შეხვალ უკვე ეხა Samsung-ები და ესენი ისე დონეზე ასტრაფებულია აი რას ლაპარაკობ ჩემ რას ეს ჩანწერი დაიდება YouTube-ზე. ალბათ რავი ხვალე თუ განმოვწერ და თუ დაიდო. იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანო რაღაცებს ლაპარაკობ ამ ბოლო დროს ბრძენი გავხდი. YouTube-ზე მიდის წეწვა გლეჯვა. სულ გაგიჟდას მიძახიან. აუ ბიჭო აუ მაგ ტექნიკურ დეტალებს ისე ვაფშე ბოლომდე ჩავყვები. რაც უფრო ბევრი ინფორმაცია იქნება ყველაფერს განმოვთარგმნი გეტყვით აი ძალიან მაგარია რა თერმომეტრი რო 39 საჩვენებს ეგ არსებობსო სხვათა შორის მაგაზეც უნდა დავდო ვიდეო ეგეც წარმოუდგენელია როგორ აი მაგან აჩვენოს იმას ანუ ეგ საერთოდ გაუგებარია რა ვერცხლისწყლის ამოსვლა ჩასვლა აი ეგეც იმენა ჩოლი მატრიცული ალგორითმია ეგეც გამორიცხული თემაა თერმომეტრზე ედო ეფრემოს ვიდეო თუ საინტერესო განმოვთარგმნი მაგასაც YouTube-ზე მოდერები არ ვიცი მოდერი ყანდება თუ არა მოდერები ლაივები არ ყავსა დაყენებული მოდერები იქ არა YouTube-ზე მოდერებს არც მჭირდება მაგას ჯერ არ მჭირდება რა ბევრი გამომწერი არ არის ესე თქვა ძალიან არიქა და მე ხა იქ ტექნიკურად მოდერები არის არ არის არ ვიცი უბრალოდ ერთი ხომ ძალიან ტვინი გაბურღა და მე უნდა გავუთიშო ვიღაცებს კომენტარები იმიტომ რომ ძალიან აი ცუდი ენერგია მოდის რა აი ძალიან აი უბრალოდ ცუდ რაღაცას კი არ წერენ უკვე მავნებლობენ რა და უნდა გავუთიშო კომენტატორ არის რაღაცები რასაც ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ რომ არ შეიძლება ეგეთი ლაპარაკი რა აქედან რომ გავხსნი კამერას სახში და სიგნალი რომ დაბრუნდეს 48000 კილომეტრი გადის 5 წამში ნუ ახლა ეს კოსმოსია რა ეგ უბრალოდ შეუძლებელი თემა არის ეგეთი რა ანუ ეს ეგრე არ მუშაობს როგორც ჩვენ გვეუბნებიან 2026 წლიდან ბოტები ძალიან დაჭკვიადნენ ეს მათი ახალი პროგრამაა ხო? ნუ რავი ზოგი გაჭკვიან და ზოგი გაგიჟდა რა ვიცი აბა რა გითხრა პოლონეთი, ჩინეთი, საქართველო და საქართველო, ჩინეთი, პოლონეთი 5 წამი უნდებაო. მე ხა როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა ანუ წარმოუდგენელია. შენი საუბარი არაა მავნებლურიო? მე თუ არის მავნებლური რატომ ისმენთ კაცო? მავნებლური არ არის ამდენი ლაივები რო გადის რა მავნებლური არ არის? უნდა მე დაბლოკოთ. არ უნდა გამოიწეროთ არხი თუ თვლი რომ მავნებლურია, არ უნდა მოусმინოთ მე რო თვლი არ უსმენ მე. ჯორდანო ბრუნო ვინ არისო? ჯორდანო ბრუნო არ არსებობდა. ძალიან ბევრი პერსონაჟი არ არსებობდა. ტვინი ჩინეთშია მოწყობილობა საქართველოში და მე პოლონეთში ხომ მივხვდი ხომ
2000 წლის მერე დაბადებული ბოტები ზოგადად ბოტები და შეპყრობილები ადამიანებზე ჭკვიანები არიან. არ ვიცი ვერ გავიგე გასაგებია. ენის წარმოშობაზე ისაუბრებ. აი ენის წარმოშობაზე მე მიჭერ საუბარი უბრალოდ ამას ჭირდება როგორც ერთი 5 ფილოლოგთან ერთად უნდა დაჯდე რა. ერთი 5 ფილოლოგი გჭირდება და ერთი 5 ისტორიის მცოდნე რა. აი სერიოზული მცოდნე და დაჯდე და გადაცემები გააკეთო რა. აი ისინი იბადებიან ჭკვიანებად და ჩვენ ხვდებით ჭკვიანები. ხო, მანდ როგორ არის იცი დაჩი ჩვენზე მანდ არის სხვანაირად თან მართასავ, მაგრამ ჩვენი აი 80-იანი და 90-იანი წლების თაობა ვინც არის, რა ქვია მილენიალენები თუ რაღაცა, რაც ქვია, მოკლედ ჩვენ გამოვზარდეთ ეს ახალი, ანუ ჩვენი დამსახურებაა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენ ტრამვების ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოვახდინეთ და ისინი ამის ხარჯზე არიან ჭკვიანები. ანუ ნახე ჩვენ საბაზისო გარკვეული ისეთი მილენიალები, ხო? აი მილენიალების დამსახურება არის, ანუ ჩვენ გამოვზარდით ეს თაობა. ანუ აქ მარტო ის კი არ არის, რომ სიტყვაზე სტივ ჯობსმა iPhone-ი ამისა ამ ხალხს. არ მარტო iPhone-ის მიცემა ხელში და ტექნოლოგიების მიცემა არ არის. ჩვენ კონკრეტულად ჩვენზე გადაიარა მაგ ყველაფერმა, ანუ ჩვენ გამოვზარდეთ ეგ თაობა და ჩვენ ეს ახალი თაობა ვაქცეთ ვუნდერკინდებად, ვაქცეთ ჩვენ. იმიტომ რომ ეს ჩვენ ვართ სიტყვაზე მეზობლები ვართ, მშობლები ვართ ვიღაცეების, ბიძები ვართ, რაღაცა აი ხვდები? ეხლა მე მაგალითად სიტყვაზე მე რო ვეკონტაქტები ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ამ კონტაქტს, მე რო ვეკონტაქტები თქვა მეზობლის ბავშვს და რაღაცა მე იმ ხელა ცოდნას ვაძლევ იქ უკვე ქცევის მოდელს ვაძლევ იმ ბავშვს რასაც მე არ მაძლებდი მაშინ ადრე სხვანაირად გვექცეუნა ჩვენ უფროსები, ჩვენ საერთოდ სხვა ლეველზე ვართ და სხვა ლეველზე ჩვენ უკვე როგორც უფროსებს ისე ველაპარაკებით მათ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე სხვა დონეზე ვართ რა გადასულები და ესენი გადავიყვანეთ სხვა დონეზე. თორე 90-იან წლებში ჩვენ როგორც გვექცეუდნენ, ესე რომ მომექცეთ ამ ბავშვებს, თლიანად რო ყველანი ეგრე ვექცეოდეთ, ხო? ისინი იქნებოდნენ ჩვენზე უარეს დღეში, ვიდრე ჩვენ ვიყავით 90-იან წლებში, იმიტომ რომ ამ ფსიქოლოგიურ ესე ვთქვათ სიჯანსაღეს iPhone-ების და PlayStation-ების გამოშვება არ უშვებს. ანუ PlayStation-ი კი არ ხდის ამას ვუნდერკინდად და iPhone-ი. მეტი აბა ახალი არაფერი არ არის. ხვდებით? ისეთი ტაქტიკები და თუ ფსიქოლოგიური ხრიკები იციან, თითქოს 300 წელია ცხოვრობენ, არა და პატარები არიან. თითქოს ძალიან ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. კი, რაღაცა იქ ცოტა არ იყოს იმ ქვეყნიდანაც მოძდებთ ეგ ნიჭები, მაგრამ აქ დახვდათ, ან ნახე აქ დახვდათ რო იტყვიან დემოკრატიული სივრცე, ან დახვდათ მზამზარეული ყველაფერი რა. ანუ ჩვენ ვერ ვაანალიზებთ საერთოდ რა განსხვავება ინტერნეტის ქონასა და ინტერნეტის არ ქონას შორის. მე მაგალითად 15 წელი ვიარე ერთ სახელოსნოში იმის გამო, რომ ელემენტარულად ჩემს დროს არ არსებობდა ინტერნეტი. ნუ კი იყო უკვე, მაგრამ ესეთ დონეზე არ იყო. ანუ ინტერნეტი არ არსებობდა, ტელეფონში ინტერნეტი არ მქონდა და არ მქონდა ტელეფონში Pinterest-ის პროგრამა. ეხლა რაღაცა სახელოსნოს ვაწყობ და ხელობას რომ მივხედავ მე ჩემსას, მე არაფერი არ მჭირდება. შევალ ინტერნეტში და ყველაფერი მაქვს. ანუ ჩემ წარსულ მესა და ახალ მეს შორის განსხვავება ეს არის, ხვდები? მე ერთადერთი წავალ ტექნიკის მაღაზიაში ვიყიდი ხელსაწყოს, შურუპავიოც რაღაცა დაზგებს და დანარჩენ ინტერნეტში მაქვს მე ყველაფერი, ხვდები? მე 15 წელი სადღაც რო სახელოსნოში დავდიოდი, რატო დავდიოდი? იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია მოიფიქროს რაღაცა. ადამიანს ფანტაზიის უნარი რეალურად არ აქვს. რაც არ იცის და არ უნახავს იმის გამოგონება არ შეუძლია. გესმის? ამიტომ ენციკლოპედიები და რაღაცა ჩუქურთმები თუ რაღაცა არქიტექტურული ნახაზების საბჭოთა ისინი რაღაცა ჟურნალები და ისინი იქ ჰქონდათ. სხვაგან არ იშოვებოდა არსად, ხვდები? და იქ გასწავლიდნენ რაღაცა სიტყვაზე, რკინის დადუღება იყო, ხეზე მუშაობა თუ რაც კიდე ეს. ეხლა აგრა პადონი, აგერე პადონის მაგიდა არის, აი, მოიცა? აი. პადონის მაგიდა, აი. პადონის მაგიდა. პადონს განმოვატრიალებ, დავჭრი, მივჭრი, მოვჭრი. ჰენდმეიდების ვიდეოს ნახავ, საერთოდ არც კი მჭირდება რომ ვიყო ხელოსანი და გავყიდი იმდენნაირ რამეს გავაკეთებ და იმდენნაირ რამეს გავყიდი, რომ ჩვეულებრივ ოჯახ შევინახავ.
ხდება ეს ძალიან დიდი განსხვავებაა იმიტომ რომ აქ ინტერნეტი შენ რო გაგდა შენ ინტერნეტი რო გაქვს და რა ქვია მაგას ანუ ასტრაფებულია უკვე ყველაფერი რა შენ მასწავლებელს რო ნახე შენ რაღაცა რო არ იცოდი და მასწავლებელს ეკითხებოდი რჩევას მასწავლებელს კი აღარ ეკითხები ჯერ Google-შია ეხა უკვე ChatGPT-ს ეკითხა ანუ ChatGPT გეტყვის ყველაფერს რა ხო და მეც იმას დაუბრუნდე რა შეეხება იმას რა ქვია ენის წარმოშობაზე ხო ენის წარმოშობა აი ენის წარმოშობის საკითხი პირდაპირ არის გაყალბებული ისტორიასთან დაკავშირებული რა მან უნდა მან ნახე როგორ რაღაცა არის ეს ბაბილონის გოდორში როგორც გოდორის ამბავში პერიოდში როგორც მოხდა ენების გავრცელება ჩვენ ეს უნდა გავიგოთ როგორ აი ეგ რაც არის ბიბლიური ჭეშმარიტება ნახე ისტორიულად უნდა შევხედოთ ესე რომ ენა გამზადებული ანუ სტრუქტურირებული უკვე შემოვიდა გარედან ეს უცხო ცივილიზაცია მოგვცა უბრალოდ ღმერთმა სასწაული მოახდინა და პროგრამებად ჩაიტვირთვა ადამიანის ტვიში რაღაცა ეგ უკვე საკითხის მეორე მხარეა აქ არის თავარი ის რომ არ შეიძლება ენა საერთოდ როგორ უნდა წარმოიშვას ენა აი დავიწყოთ იქიდან რომ ადამი და ევა ნახე ადამი და ევა საერთოდ სამოთხეში რო იყვნენ ედემის ბაღში რო იყვნენ იქ საერთოდ ენაზე არ ლაპარაკობდნენ ანუ ტელეპათიური რაღაცა დაახლოებით ტელეპათიური დონის ეს პირდაპირ თეოლოგიურად ეგრეა ანუ ენაზე არ მეტყველებდნენ ადამიანები გამოდიან გარეთ ენაზე და ენაზე ამეტყველება ედემის ბაღიდან გამოდევნის შემდგომ ხდება და აი ესე ზოგადად თეოლოგიურ განმანანო ეგზეგეტიკურად ესია რომ ენაზე მეტყველება ენით მეტყველება ეს არის ადამიანის დაცემული ბუნების შედეგი ანუ საერთოდ არ ჭირდებოდა ადამიანს ენაზე მეტყველება ხო ეხლა სიტყვაზე თქვათ ახლა ესეთ რაღაცა ედემის ბაღიდან როდესაც გამოვიდნენ სიტყვაზე და კონსპირაციული თეორიების გამანებოთ თავი აი არის ადამი და ევა ხო როგორ რა ტიპის ანუ ჯერ რა ენაზე ლაპარაკობდნენ ჯერ საერთოდ რა ენაზე ლაპარაკობდნენ ეს ერთი მერე გრამატიკული რა ფორმები არსებობდა ანუ რა გრამატიკულად როგორ იყო მათი წინადადება გამართული როგორ მოხდა მათი ამოტყველება ანუ ღმერთის სარეზერვო გეგმა ამუშავდა მათ ტვინში ანუ ხდები აი აქედან უნდა დავიწყოთ იმიტომ რომ მერე ბაბილონის გოდოლის დროს ენების გავრცელება მოხდა უკვე ანუ ენის წარმოშობა და ენის ფორმირება არის შეუძლებელი რასაც ჩაგიპროგრამირებენ და ჩაგიტვირთავენ გონებაში ეს ღმერთის სასწაულით იქნება თუ უცხო პლანეტელების ტექნოლოგიებით ეგრე შეიძლება მოხდეს სხვანაირად ენის ფორმირება ენა არანაირი ცოცხალი ორგანიზმი არ არის ენა ეს რასაც ჩვენ ვუძახით ცოცხალი ორგანიზმს ესე თითქოს ქვია მაგრამ ენაში რეალურად არანაირი სიტყვის გამოგონებაც არ ხდება აი არის სრულიად ჩაკეტილი და ჩაკეტილი და აი ხა ხო გქონდა შანიძეო თუ რა ქვია აი შანიძეს რო არ დაეწერა ეს გრამატიკული წიგნები საერთოდ ვერც კი დავილაპარაკებდით ნორმალურად რა ყველაფერი ამ მე-20 საუკუნეშია ყველაფერი დაწერილი და გამართული აი ამიტომ როგორ უნდა ილაპარაკო ესე იგი შესაძლოა რამდენიმე სიტყვა გაქვს ანუ ენა არის ისეთი რამე რომ ანუ შენ თუ წინადადება ნახე შენ თუ წინადადება არ გამართე საერთოდ ერთი ადამიანი მეორეს ვერაფერს ვერ გააგებინებს რა აი ამიტომ ეგ ენის ჯერ ხო ზოგადად ფილოლოგები რა 1000 მიმართულებას იკვლევენ ენის წარმოშობაზე და აი ამ მიმართულებას მე რასაც ვლაპარაკობ მაგას ოფიციალურად არც ერთი მეცნიერება არ იკვლევს აი მთელი საქმეც ამაშია ხო აკაკი შანიძე ჩემი ბაბუა არისო ვიღაცა წერს ხო მაგრამ მე ფხისტყაოსანი მე-12 საუკუნის რომ არისო ნუ რომელი საუკუნესაც გინდა იყოს ხო აი მაგის თქმა მინდა რომ აი როგორ ესე იგი რის თქმა მინდა რომ შენ როგორ უნდა ანუ ხალხში თვითონ როგორ უნდა განვითარდეს ენა ისე რომ ვეფხისტყაოსანი დაიწეროს ანუ ეგეთ რამე შეუძლებელია ჯერზლი ვეფხისტყაოსანი ეს არის საერთოდ აი პირდაპირ მნიშვნელობით იმ ქვეყნიური აი მეხუთე განზომილებიდან შემოსული ინფორმაცია ეს უბრალოდ ადამიანს არ შეუძლია ესე დაწეროს აი წახვიდე რაღაცა უმაღლესი დაამთავრო და დაწერო ვეფხისტყაოსანი ეს უკვე არის ზებუნებრივიდან ანუ ზევიდან შემოსული ინფორმაცია
ну რა თქმა უნდა ისიც რა თქმა უნდა შოთა რუსთაველი ის თქვა მისი ნიჭები და ისიც ადამიანურ მგონებაც თავარია რა თქმა უნდა მაგრამ მე ვიცი რასაც ვამბობ ხო მე ჩემს აი მეგეუბნებით მე ჩემს წიგნში ისეთი რაღაცები ჩავწერე რაც მომივიდა გონებაში აზრად და არ ვიცოდი მე უბრალოდ დავწერე და აღმოჩნდა რომ ეგეთ რამე თურმე არსებობს ტელეპათიური კომუნიკაცია რო ტელეპათიური კომუნიკაცია ქონდათ ედემის ბაღში და მე აღარ ქონდათ როგორც ვიცი რაღაცა მომენტში იწყება მე უკვე რაღაცა მომენტში იწყება ენაზე მეტყველება რა ანუ საერთოდ ჯამში მაღაზე პასუხის გაცემა რეალურად არავის არ შეუძლია რა არქივებშიც არ უნდა იქეკოს ადამიანმა ეგეც არის აი თამარ მეფის დროინდელი ხიდებივით რა მარტო თამარის ხიდებზე არ არის ზოგადად ძველი ხიდებივით არის ეგ დრო უნდა გადაახვიო და ნახო როგორ მოხდა ეს ყველაფერი ფიზიკურად გამორიცხულია შეუძლებელია ამის რაღაცნაირად აი ფილოლოგიურ დონეზე არქივებში ძებნის დონეზე გამოკვლევა არქივში შეიძლება შეხვიდე და ნახო 70-იან და 80-იან წლებში და ზოგადად მე-20 საუკუნეში კომუნისტური რეჟიმი როგორ დევნიდა ქართულ ეკლესიას. ეგ შეიძლება ნახო არქივში და რაღაცა ნარკვევები. მორჩა. შენ არქივით მაგას ვერ გაარკვევ. ენა როგორ წარმოიშვა. იქ არის სიტყვების რაღაცა ზოგი სიტყვა არის რაღაც შედარებები ხარო თქვა როგორი თქვა პირველი სახე როგორი თქვა კოლხი დიაოხი და აი მოკედა ეს დიალექტები სიტყვების შედარებები თქვა ეს სიტყვა შეიძლება იმ ქვეყნიდან იყოს შემოსული და რაღაცა ნუ არ ვიცი რა მაგით ბევრი რამე გავს ხა ეგ ერთმანეთს სიტყვები მაგრამ შეიძლება საერთოდ არ იყოს იქით შემოსული ბაბილონის გოდორი თუნდაც გუმბათამდე ასვლა რა ეგ არის ფაქტი რა ხო და ხა ბაბილონის გოდორის შენდებოდა სავარაუდოდ მაგ პერიოდებში ეს გიგანტური 10 კილომეტრიანი ხეები უნდა ყოფილიყო უკვე ხო და ხა შეიძლება მაგ მასალასაც იყენებდნენ დიდი ხეების მასალასაც და ხა 10 კილომეტრიანი სიმაღლის ხე რო არის და შენ რო კიდე პლუს ბაბილონის გოდორს აშენებ უკვე ძალიან ზევიდგინდა წასვლა რა ხო და ნუ ხა მაგათად გივი ალაზნის სპირალის თეორიის მიხედვით ეხა გამახსენდა ბაბილონის გოდორი არის მიწისქვეშეთში ანუ ქვედაყანაში არაფერი არ არის გამორიცხული ეგეც შეიძლება იყოს იმიტომ იქაც კარგი არგუმენტებია საინტერესო არ არის გამორიცხული იმიტომ რომ აქ ნაშთები იქნებოდა უოჭველი და იქ რაღაც თელი ამებია არ არის გამორიცხული ბევრი რაღაც არის აი ბევრი რაღაც არის გაურკვეველი რა ყველაფერს ვერ კითხულობ ხა დროში უკან დაბრუნება რო ყოფილიყო შესაძლებელი შენი აზრით აირეო და ისევ თუ დალაგდებოდა ყველაფერიო რა აი როი ხა ფილმების მიხედვით როგორც არის რაღაცა ფილმებში ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს დროში მოგზაურობის აი ეგ გამოგონილი ვერსიები და მაგ ვერსიების მიხედვით ნახე როგორ თემარი მაგ ვერსიებს თუ გაყვები მაშინ აი უკან მომავალში რო არის ფილმი აი ფილმი რო არის უკან მომავალში აი უკან მომავალში ხახმო ფილმი მაგის განხილვები რო ნახოთ გაგიჯდებით პროსტა ისეთი რაღაცა დეტალები აქვს ისეთი დეტალები აქვს რომ მაშინ მაგ ვერსიებს უნდა მიყო და მაგ ფილმის განხილვის ვერსიები რაც არის იქ დროები როგორ მოქმედებს ისა ქვია მაგას ბაბუის ეფექტი რო ქვია თუ რაღაცა ესე იგი შენ რო წარსულში გადადიხარ შენ თავს თუ შეხვდი მე მომავალში შეიძლება გაქრე და რაღაცა საფრთხე თელი ამბები რა
მაშინ შეიძლება ყველაფერი აურიოს მაგ ყველაფერმა, მაგრამ ეს თან ვერსიებია რა. ხო და რეალურად ხა დროში მოგზაურობა შეუძლებელია ერთი მხრივ. მეორე მხრივ ხა დროში მოგზაურობა ერთადერთი შესაძლებელი შეიძლება გახდეს, აი მე რაც დავდე ვიდეო დეჟავიურში ფილმ დეჟავიუში რომ ტექნოლოგია რაც არის წარმოდგენილი, ეგეთი ტექნოლოგია თუ არსებობს, მაშინ რაღაცები შეიძლება რაღაცები აი ბოლომდე ვერ ვაყალიბებ ჯერ აზრს, იმიტომ რომ კიდე მაგ ფილმში ბოლომდე არ არის მაგ მახინა რაც იყო ეს რაღაცა ტექნოლოგია, მაგ ტექნოლოგიის შესახებ ბოლომდე არ არის აღწერილი კიდე რა. ისტორია თუ ყალბიაო, მაშინ წმინდანები არ არსებობდნენ. არა, წმინდანები არსებობდნენ. ნახე როგორ თემა არის, წმინდანები არსებობდნენ უეჭველად, იმიტომ რომ წმინდანი უბრალოდ პერსონაჟი კი არ არის, რომელმაც სუფთად იცხოვრა და პატიოსნად, არა. წმინდანი თავისი ცხოვრებით ადასტურებს, ნახე რას ნიშნავს მით უმეტეს მოწამეები და წმინდანები ადასტურებენ თავიანთი ცხოვრებით ქრისტეს ღმერთობას რა. ეს არის პირდაპირ კავშირში ქრისტესთან. ამიტომ ჩვენ მაგას ვერ ვიტყვით რომ არ არსებობდნენ. როგორ არსებობდნენ, მაგრამ უბრალოდ გარშემო სამყარო იყო სხვანაირი. შედარებით სხვანაირი, ანუ ვიდრე ისტორია გვიყვება. რაღაცა ნახევარი შეიძლება მართალი იყო, თქვა, ანუ რის თქვა მინდეცი, რომ სალაში წავიდა იომა და ილაშქრა, კი ბატონო, ხო, მაგრამ როგორი ილაშქრა, აი ეგ არის საკითხი, აი ბიბლიაში ეგრეა. ბიბლიაში წერია რა მოხდა, აი როგორ მოხდა, ეგ უკვე სხვაგან უნდა ეძებო, ხვდები? ანუ აი რაღაც ეგეთი ის გამოდის უკვე გაყალბებული ისტორიაში, რომ იმეფა დავით აღმაშენებელმა სიტყვაზე რა ქვია მაგას იქ რომელიც დიდგორის ბრძოლა მოიგო რაღაც იქ თბილისი აიღო, მაგრამ როგორ გააკეთა ეს ყველაფერი ჯარს რა აჭამა, ამაზეა საუბარი. არ უარყოფთ კი ბატონო, მაგრამ პასუხი გჭირდება 200,000 კაცს, უკაცო 60,000 კაცს რა უნდა აჭამო, საიდან უნდა მოიყვანო, ჯერ ვერც შეკრიბავ. ანუ რას ლაპარაკობთ ხახნო, ტრანსპორტი რო ჩერდება, ხალხი რა მიმართულებით წავიდეს და ანუ ელემენტარულად სოფელში, რაიონში ტრანსპორტი რო არ არის დანიშნული, ხალხი სოკოზე ვეღარ მიდის ტყეში. ანუ კომუნიკაციების გარეშე ჯარის მობილიზება შეუძლებელია. ანუ ეს არის ანუ რას ვამბობ, ეს არის ნახე რას ვამბობ, ჩვენი ცივილიზაციური ცხოვრების მოდელი არის სხვანაირი და ის არის საერთოდ სხვანაირი. ეს არის ისტორიაში რაც გვიწერია, ეს არის ანუ სახელმწიფოებრივი მოწყობის გაურკვეველი მოდელი, აი ესე რო ვთქვათ რა. რაც ანუ ჩვენი რეალობის აღქმიდან ანუ გაუგებარია. ესე იგი აი მაშინ იქ სხვა რეალობა მუშაობდა, ხვდები? თუ ციფრული ავატარები იყვნენ, ანუ ხვდები, ის რეალობა სხვანაირია, ჩვენი რეალობა არის სხვანაირი. ხო და ამ მისი როგორც ერთი ისტორიული ხაზის, ამიტომ ვიძახი რომ ნახე როგორ არის, როდესაც აი ნახე, აი მოდი ახლა ახლა 1000 რაღაცა მიყრე რა დავიჭირო ხელში მოიწერცამს. აი მოიცა და აი ახლა მივატრიალებ კამერას აი ამაზე. ნახეთ, აი მიგახვედრებთ ერთი წამით. აი შეხედე ერთი წამი კამერა მივატრიალო. აი შეხედეთ. აი ეს არის თქვა ისტორიული ისა რა ქვია მაგას. ეს არის ისტორიული აი დროის ხაზი, აი ეს პადონის ქვედა ფიცარი. მაგრამ მე გეუბნები რომ ისტორია გვიყვება რომ ჩვენ ეს პადონის ქვედა ფიცარი რაც არის ეს ისტორიული ხაზი თითქოს ერთი სიგრძეა. ეს ესე კი არ არის. აი ამას როდესაც შეხედავ, აი ჩავიწერე. როდესაც შეხედავ ამ ყველაფერს შენ შეხედავ რომ ეს არის აი ეს პერიოდი არის ერთი ცივილიზაციური ჩატვირთვა. მე აქ არის სიცარიელე და ეს არის მე უკვე მეორე ცივილიზაციური ჩატვირთვა და მე სიცარიელე და მე კიდე აი თქვათ უკვე ჩვენი ცივილიზაციური ჩატვირთვა. აი ამ ისტორიას ანუ ზოგადად ამ წარსულს უკვე სხვანაირად აღიქვავ. შენ რო ერთ მთლიან ხაზად აღიქვავ როგორც ჩვეულებრივ სტანდარტული მოქალაქე, ყველა ეგრე აღიქვავს. უკვე შენს ტვინში ესე აღარ ლაგდება. ამიტომ ეს უნდა აღვიქვათ ჩვენ ესე რომ ეს იყო ერთი ცივილიზაციური ჩატვირთვა. კაცმარცის აქ რა ხდებოდა? რა ფორმა იყო, ანუ ეს იყო კონკრეტული თამაში გარკვეული სკინებით, სკილებით, არქიტექტურით და ასე შემდეგ, რა კაცმარცის რა და როგორ რა. აქ იყო სხვანაირი ანუ სხვანაირი ფიზიკის კანონებიც კი შეიძლება სხვანაირად მუშაობდა, ხვდებით რაზე საუბარი? აი ამაზე არის საუბარი, ამას ვლაპარაკობ, რომ მე ვიკვლევ რეალობას, როგორია ჩვენი რეალობა. ბოლომდე რა თქმა უნდა ვერ გამოვიკვლევ, მაგრამ
წავიდა. მე ვიკვლევ იმას, თუ როგორია ჩვენი რეალობა, რა ამის თქმა მინდოდა რა. მადლობა. ანუ ჩვენ უბრალოდ გაყალბებულ ისტორიაში გულისხმება ეს, რომ ისტორია ჩვენ ესე ვთქვათ, ყველაფერს ხაზს არ უსვამთ. მე კიდე ამას გეუბნები ძალიან მობიერად მიდგომით ვიძახი რა, თორე ახალ ბლოგერებთან შეხვიდე ვაფშე ყველაფერი გადასმულია. საერთოდ ვაფშე ყველაფერი მოგონილიაო რა. პირდაპირ იძახია. და იმათი უბრალოდ ნახე სარწმუნოებრივ თეოლოგიურ და ბიბლიურ საკითხებს თუ გამოაკლებ და ეგენ ძირითადად ათეისტები არიან, არაფერს არ წამთ, თუ არ გწამს არაფერს, მაშინ აი ფთებგაშლილი ხარ, იცოცხლე, მიდი მოვდივარ. არგუმენტები გაქვს თავზე საყრელად. და იმათ აქვს თავიანთი სიმართლე. ხტები აი ეს არის ეგ თემა და ვერ შეკამათები. თავზე რა აფარიაო. რაღაცა შეშტები მაფარია. არ ვიცი მე რომელი გალაქტიკიდან ჩამოვედით, კოსმოსი არ არსებობს და ხა ვინსაინა როგორ მოვიდა არ ვიცი ხა რა დრო. სირენებზე რომ დადე ვიდეო, მაგის დეჟავუ მქონდა, დღეს იგივე ემოციით მქონდა სამე დადებული. ვდებდი, მაგრამ წამიშალა იმან. ნახვით ვერ ვდებდი, ოღონდ ცოტა სხვანაირად ვდებდი. ვლაპარაკობდი იმ ვიდეოში, მე წამიშალა კოპირაიტზე რაღაცა საავტორო უფლებები რაღაცა ხმაზე წამიშალა TikTok-მა და ვერ მოასწარი დადება რა. ანუ არ დადო რა. და რეგრო დავდე, მე დავდე stories-ზე და ფიზიკურად ვერ ნახავდი. მატრიცაში რო ვცხოვრობთ, მაგას კი ჭირდება სპეციალური გაგება. სხვათა შორის აი ხა ვიდეოს უყურებდი, რომ აი ზუსტად ნახე მატრიცაზე რაც არის, ეგ თქვა ერთმა გოგომ, რომ მეო კლინიკ რაღაც მატრიცაზე ვიდეოებს ვდებდა და რუსი იყო მე მგონი. მეო კლინიკური ნახე ესეთი ნახე ზუსტად რა თქვა. რაც პირდაპირ უკავშირდება მატრიცის საკითხს, რომ მეო კლინიკური სიკვდილი გავიარეო და იქო არისო ყველაფერი რეალურიო და აქო რეალური არაფერი არ არისო. ოღონდ აქ რა გამოცდილებასაც მიიღებო, ალბათ ცოდნა და ასე შემდგომ. იმ გამოცდილებით გააგრძელებ ცხოვრებას იმ ქვეყნათო. ანუ იმ ქვეყნად რასაც უძახიან, მაგას ცოტა მეხუთე განზომილებას უძახიან, აი იმ ქვეყნიური ცხოვრება არისო რეალური ცხოვრებაო. ეს რელიგიაშიც იგივეა რა. იგივეა დათქვები, რომ აქაური ყველაფერი ამაოა, ანუ ეს არის სიმულაცია რა, მატრიცაა რა, ესე ვთქვათ რა. შესაბამისად მე არ ვარსებობ. ჩემი ციგნები ჯერ არ გამოსულა. თავი და ბოლო ჯერ ვერ გავუგე ვერაფერს და რადგან დამტკიცებ რომ მატრიცაში ვარო, მე რას ვამტკიცებ, მე არც არ ვამტკიცებ, მე გიყვებით ის რაც ხდება თქვენს რეალობაში. თქვენს რეალობაში რაც ხდება. უამრავი ვიდეო მიდევს, დასაკრავი სია მატრიცის აქაც არის და YouTube-ზეც. შედით და ნახეთ, იქ ბევრი მტკიცებულება არსებობს, რაც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება. ახალი ფილმი უცხო პლანეტელებზე არა, რომელი ფილმი არის? არ მინდა, არ ვიცი. ანუ ადამიანები რომლებიც ესე წამს ანუ იქაჩებიან რაღაცებს ბლოკავ რა. ამე აუდიტორიას ველაპარაკები და ჩამთ ლაივში და პირში მითხარიო მიწეს ადამიანს. პირში შენ რა უნდა გითხრა კაცო, ადამიანს მე საჯარო გამოსვლა მაქვს, ლექციას ვატარებ. შენ რა შუაში ხარ? ეს არის ეგო, ანუ ადამიანებს ეგო ისე აწუხებთ, რომ რა შუაში ხარ შენ შულა აი საერთოდ. აი ევე საჩავიწო რომ მოიცა აგერა მაქვს ისა მოიცა.
ხავ ნახავ. აი ხავ ნახავ. ჩავიწერ ერთი წამით. ვაიმე უცხო ეცე ჩავიწერ და მაგარ რაღაცას გეტყვით იმ დღეს რამ შემაშინა. ეხა ერთი წერს უცხო პლანეტელი რომ ნახო დავიბრუნდები შემეშინდებაო. ნინიამ გითხრა ესე იგი ფილმი ინგლისურად როგორ ვნახო ქართულად რო ჩავწრო ამოაგდებს ეგრე გამოაშკარავების დღე მაი კადრზე ნახა ესე იგი იმ დღეს რამ შემაშინა რა ხო ინგლისურად მინდა disclosure თუ როგორ იკითხება disclosure day აგრესიით ვიცახართ მეგობრებო ყველას გბლოკავთ მე ვესაუბრები აუდიტორიას რატო ის არის ერთი წამი ქვია disclosure day ხო მოგედა რა იყო მოგედა ერთად დაწეს არა ხვალ ვერ ვიქნები ლაივში მე ვიქნები რამდენიმე დღეში ნახავ მოკლედ ერთი ის იყო რა ქვია აი ხაი ტყეში ვარ რო იტყვე ბუნებაში ვარ რო გავიდე სადღაც თუ რაღაც ძალიან რეიკმა არ გაერბინა ისე ნუ აღარ მეშინია რა ხა ადრე ბავშვობაში რომ მეშინოდა ეგრე აღარ არის მაგრამ გეუბნებით ერთი 10-15 წელია რო არ შემშინებია გეტყვით ხა რაზე შემეშინდა ნუ ერთ-ერთ რაღაც დაწესებულებაში ვიყავი და შემოვიდა გოგო რა აღონ აი ხახტო აი საშინელებათა ფილმი დამიდგა თვალწინ რა რაღაც გაიარ გამოე რაღაც მე და დადგა ჩემს წინ ოღო დღისით ბზისით განათებებია ჩართული შენობაში ხო და დადგა ჩემს წინ რა ესე ჩამოძენძილი აქვს თმები ერთი რა ვერ გავიგე რამ წრის იყო ერთი 17-ის იყო თუ 19-ის თუ თან ბავშვი იყო მოზარდი რაღაც თინეიჯერი ესე თავჩახურული დგას მათხოვრულათაც არ ეცვა ნო ჩვეულებრივად ეცვა რაღაცა აი მაღაზიაში რო გამოვა ადამიანი და რაღაცას იძახის რა ჩუმად ხმადაბლა იძახის რაღაცას ვერ გავიგე ახლოს მივედი არ მესმის მეთქი რა ვერ მივხვდი რას მეუნე მეთქი შორს მივედი რაღაც და ანუ ის კარჩე სიტუაცია შეიქმნა ესეთი რო კარჩე ესე დგას და რაღაცას ჩუმად იძახის რა და აი ფილმებში რო არის ხო იცით აი მოგეთ აი რაღაცა დემონი მოჩვენება რო არის რა და ახლოს რომ მიხვალ და უნდა გეცეს რა გეფიცებით აი ისე შემეშინდა მეთქი აი ეგრევე გონებაში გადავწყვიტე რომ მეთქი ესე უეჭველი დემონია რა თუ წამოვიდა ჩემს კი ეგრევე დავაჭედებ კბილებში ეგრევე უნდა დავარტყა რა და ანუ უბრალოდ ხო ხვდებით სიტუაცია რაღაცას იძახის ფულოს ბიჭო დავუკვირდი და ბიჭო ახლოს მისვლა მეშინია ისე დაბალ ხაზზე აი ესე აი ეს რაღაცას იძახის ვერაფერ თურმე იძახის მშიაო რა ვერ გავიგე კაიფში იყო უჭირდა რა ვერაფერი ვერ გავიგე იმენა ისე შემეშინა გეუფიცებით რომ მეთქი ახლოს რომ მივიდე და მეცეს აი ჩაულებ აი ჩამოძენძილი თმები დგას რომ მეტაკოს ბიჭო იმენა მეთქი ეს 100%-იანი დემონია მეთქი რა აუ შე ფილმს არ უყურავ მეტიო რა ბავშვობაში რაც ადრე რაც საშინელებათა ფილმები მაქვს ნანახი ყველაფერი თვალწინ დამდგა მაგრამ ეგეთ რაღაცაზე რაჯანდებოდა ეგეთ რაღაცაზე
ადრე შემეშინდა, ნუ ღამე რაღაც შემეშინდა რა, მოგედი ხალი მიდიოდა გზაზე და მოჩვენება მეგონა და რაღაცა რა და დილაზე კაჭკაჭი არ მაძინებს ხოლმე მინესო. ხო და ფშიაო რა და მივეცი რაღაცა და მე ფულიც მივეცი წადიყი და მეთქი რაღაც. აუ იმენა გული გამისკდა გეუბნა ისე შემეშინდა. დღისით ზისით მეთქი რა ხდება ჩემ აი ჩვეულებრივ საშინელად ფილმში რო კადრებია ხომ ხო იცი ესე რო დადგება მოჩვენებასავით რო დადგება და რაღაცას რო იძახის და მე რო ესე რო მორბის რა ესე რო უნდა გეცეს აი ეგეთი კადრი და სცენა დამიდგა რა ხო ჭინკების სეზონი ხო ჭინკების და რეიკების სეზონი იწყება ეხლა სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება მასე ძალიან ბევრი ფილმი ეგეთი რა შიაო ხო ხავია ხო არა ფილმებიდან გამახსენდა ცუდი კადრები და ძალიან შემეშინდა მეთქი აი თან მე მაგ ძალიან ცუდი აი როგორ რაღაც არის იცი ეგეთი რაღაცა რო აი ხო არის რომ ის არა ქვია ხო ფილმებში რო არის რომ შეყვარებულები რაღაცებს შეაშინებენ თან აუ შანსი არ არის ეგრევე ანუ ფეხს მოვატეხავ სკამის მოვატეხავ ფეხს და მე აღარ დავიწყებ მე გარკვევას ადამიანი ხარ დემონი ხარ ეგრევე აი არ ვიცი ან გავიქცევი ან შევდგები ზევიდა რა ხო და ძალიან შემეშინდა კატა დარბის ჩემი თუ რა ნოემბრის სექტემბერში იწყება რეიკები და ჭინკები და მე ოქტომბერი ნოემბერი დარბიან აქეთ-იქით გრაფი დრაკულა ყავდა მაცივარში გაყინული ეგ რას ნიშნავს არ გაუჩინარებულა არის ადგილ-ადგილ. უბრალოდ ვიდეოებს აღარდებს ხალხი. აი ნახეთ, მოგეთ შეხედეთ როგორ რაღაც არის. ჩვენ ცხოვრობთ ანუ GTA ხო არის თამაში GTA. აი ჩვენ ცხოვრობთ GTA-ში, წარმოიდგინე? GTA-ში ცხოვრობთ, როგორც GTA-ში ესაუბრები პერსონაჟებს ქუჩაში, იგივე არიან ეგ შენი მეგობრები, ქუჩაში გამვლელები, ესენი არიან NPC პერსონაჟები რა. რეალური ხარ მარტო შენ ამ სამყაროში. დანარჩენი არის ვირტუალური რეალობა რა. უბრალოდ სამი განზომილებიანი, ანუ სამ განზომილებიანი რას ნიშნავს, რომ მარტო წინიდან კი არა ვარ, ზურგიც მაქვს, ფეხებიც მაქვს, ყველა მხრიდან ვარსებობ, სამი განზომილება მაქვს. შენ NPC ხარო? მე NPC თან ვარ, თან არა ვარ. ეგ ორნაირად არის. ვიღაცის რეალობაში NPC ვარ და ისე ჩემთვის არა. ძალიან მეძინება, ხე ეს მოვიხსნა რა, ყველა მიკეთია. აი, დასვი შეკითხვები და წავედი, სო ძალიან მეძინება უკუშო. რა ხაღალდები მაყრია თავს. კაი, დაწერთ კომენტარები და წავედი, სვა რამე თუ დაგჭერთ თქვენ და წავედი. სტიკერების დაარტყან სტიკერები მინდა უშალა. მე აი წეღან 10 წუთის წინ $12,000 გავაკეთე ისე როგორც არაფერი.
კვანტური ფული ოღონდ, კვანტური ფული, რომელსაც მე ამ კვანტურ ფულს ვანაწილებ. ზუსტად ლაივში შემოსვლამდე $12,000 გავაკეთე, ზუსტად 5 წუთიანი ლაპარაკით რა. მურჩა. მე ამ ფულს გავანაღდებ გარკვეულ პერიოდებში. ეს არის კვანტური ფული. მე ამ კვანტურ ფულს სულ ვაკეთებ. უფასა დაძდებს თაგვეშენებს რა ხდება. რა ფხაკურია ჩა. კაი გავალ მიხედავ. ციფრული დაანონსა კობახიძემ, ხო, ციფრული ფული შემოვაქვთ ახლა ყველაფერი. შემოვაქვთ. მატრიცის ვიდეოებს მოусმინეთ. ეგრე პრიმიტიულადაც არ არის საქმე. ფული მე ხელში არ მიჭირავს, ეს არის კვანტური ფული. კვანტურ ფულს მე გამოვიმუშავებ, ვაი, თელი დღეებზე მე სულ გამოვიმუშავებ. მე ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, სულ კვანტურ ფულს გამოვიმუშავებ, ხელში არ მიჭირავს არაფერი. არც ბარათზე არა მაქვს არაფერი. ანუ მე ახლა სიტყვას რო ვლაპარაკობ, ეხლაც გამოვიმუშავებ კვანტურ ფულს, ამიტომ თქვენ სტიკერებს თუ დაარტყავთ, თქვენთვის არ უკეთეს, თორემ მე მაგ ფულს ისე მე ბიუჯეტ თქვენ მაინც იხდით, თქვენ იხდით ბიუჯეტში გადასახადს, ბიუჯეტი და მე მომივა ეგ ფული, სხვადასხვა სახით. აი ხა მაგალითად რაღაცა როგორ გითხრათ. დღეს კიდე რაღაცა მაჩუქეს, ხო, აი რაღაცა მაჩუქეს. ეგ მოდის რა მოკლედ რა. როგორ ხარჯავ მე რა. ანუ მატერიალიზდება რეალურ ფულად თუ ხარჯავ ჩვეულებრივად. როგორ ხარჯავ, აი ვიყიდე თქვათ მიწის თხილის კარაქი და შევჭამე. აი ეგრე ხარჯავ რა, როგორ ხარჯავ, ფული როგორ იხარჯება. წავედი. 12 კი არა. ხვალზე გარა. მერე 12 კი არა, კაცი რომელიც არ მუშაობს ბოლოს რამდენიმე მილიონი მაქვს დახარჯული ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში. ამ დროს ქუჩაში რო შემხვდე, შეიძლება ბოტასები გაიხადო და მომცე მაჩუქო, იმიტომ რომ ის გეგონები რაღაცა. უსახკარო. კვანტური თუ არის მატერიალურად როგორ გადაგყავს. კვანტური ფული მიდევს YouTube-იზეს და აქაც მატრიცაში ნახე კვანტური ფული. როგორ ხდება გადაყვანა, ეგ ეხა სხვანაირად ხდება უკვე. ზოგ შენ აკონტროლებს, ზოგი თვითონ მოდის მე ეს ფული. ფულის სახით, რესურსის სახით, შეიძლება ურთიერთობების სახით, ბევრი რაღაც. საერთოდ ყველაფერი ენერგია და ფულია. ერთი წუთი ნახე, ხახო, ერთი წუთი დაიმახსოვრე, რატო ბლოკავ ხალხსო? ვისაც შენთან საუბარი უნდა ლაივში, არ დამოიგონო და გამეც პასუხი. ხახნო, თქვენ რა ვერ გაიგეთ? შენ რო გინდა საუბარი, მე არ მეკითხები, ხო? აქ არის სუბორდინაცია, არის ნახე იმის გამო, რომ სუბორდინაცია დაარღვიეს სხვებმა თავიანთ ლაივებში, აი გცემ პასუხს. სუბორდინაცია არის დარღვეული სხვა ლაივებში, ანუ სხვა ლაივებში არის ყველა არ იგულისხმება, არის ბარდაგი. მე თავში ძლივს დავალაგე რაღაცეები და არა გასაგებია მანჩო, მაგრამ მე შენ შემოთავაზებულ ვიღაცებს არა ერთხელ ჩავრთე და თავბედი ვიწყოლე. პირდაპირ გეუბნები ძველი ნაცნობობები რაღაცები არ მაინტერესებს, მე ვიმეს თუ მინდა ჩავრთავ, შეიძლება ვიღაც ჩემი მეგობარი ჩავრთავ, ჩემი არხია, მე ვაკონტროლებ. მინდა ჩავრთავ, მინდა არ ჩავრთავ. თქვენ რო სადღაც ერთვებით ლაივებში, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ როგორ რაღაც არის, შენ რო სტუმრად მიდიხარ ვიღაცა ნათესავთან ოჯახში, ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ყველა კართა ისა რა ქვია, ყველა კორპუსში რამდენი კარებიც არის, ყველგან შეგიძლია წიხლის პური შეაღო. ანუ აი ნახეთ, მე გეუბნები, მე მაგ გარკვეული ტიპის სუპერ შესაძლებლობები. აი მაგალითად ჩემი შესაძლებლობები ერთ-ერთი უნარი გეტყვით.
ადამიანი რო აკომენტარებს, იმიტომ კი არა მეშინია რაღაცა ნიშნულობა არ არის, აი ხახნო, ანუ ადამიანს ბოროტების გაკეთება თუ უნდა, იმასაც შეუძლია და მე შემიძლია გაკეთება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც შეხვალთ საძინებელში, ჭერზე აკრული დაგხვდებით ბეტმენივით. ეხლა მას ხუმრობით რატომ ვამბობ, რომ ადამიანს ძალიან ცუდი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არ მჭირდება მე ეს ხა რის თქმა მინდა რომ ანუ ადამიანი უბრალოდ რო აკომენტარებს ეგრევე აი ცუდად ვხვდები, იმდენად ეგრევე მომდის ენერგია. იმდენად ცუდი ენერგია მოდის, რა ჩართვაზე არის ლაპარაკი, საერთოდ მატრიცაში არ უნდა არსებობდეს ესეთი ენერგია. ზედმეტია საერთოდ ლაპარაკი ჩართვა კი არა, თუ კი სადმე რამე ნიღაბია, თავზე ვედრო ჩამოვიცო კიდე. მეც მოგიკითხავ შორიდან, მანჩოსა, გაიხარე. ხო, არა. ადრე რა გამიკეთეს, იცი? პლუს ტროლები შემომესივნენ, ადრე, მაშინ ცოტა არ ვიცოდი ხა ეგეთ დონეზე თუ ვიღაცა უნდათ რომ ჩაერთოთ, შენზე არ გეუბნები, სხვაზე ვამბობ, ვიღაცის ჩართვა უნდათ და იმენა ტროლბოტები იყვნენ შემოსულები და მიდი ჩართეო, ვაფშე უცხო აკაუნტები მეუბნებიან და ჩამართვევინ ეს ზოგი საქმეს არჩევდა, ზოგმა ეხა უნდა გაგინო, ზოგმა მე რაღაცა ისეთი პასუხი გავეცი, რომ მე დავსვი შეკითხვები და ვერ გასცეს პასუხს და თვითონ გაიპარნენ და ანუ ეს რა არის, ეს არის მუშაობენ ხახუნ კიდე ერთხელ გეუბნები, ესენი არიან ზოგი არის სადღაც ბოსელში წამოწოლილი და ენერგოვამპირი, აი პირდაპირ უშუალოდ ბოსელშია წამოწოლილი და ენერგოვამპირია და მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ, იმიტომ რომ სოფლებში და ემებში ნაცნობები და მეზობლები და მეგობრები არა, მეზობლები მყავს, რომლებსაც აი ბოლოს რომ მოვდიოდი ერთ-ერთი სოფლიდან პირდაპირ უთხარი ერთ-ერთ ადამიანს, რომ მე შენს ნომრებს ყველაფერს ბლოკავ მეთქი რა, იმიტომ რომ ტიპები იმდენად ენერგოვამპირები არიან, რომ აი იმენა ენერგიებს გწოვე და აი ბოსელში არის სადღაც წამოწოლილი, უნდა აი რომ იქიდან ჩაგერთოს და ენერგია გამოგწოვოს, იმიტომ რომ იქიდან გაგინოს, მე შენც აქედან აგინო და ეს რაღაც ეს არის ტაკიმასხარაობა რა უკვე რა. ან კიდევ არის კონკრეტულად სპეცსამსახურები მუშაობენ აქ, რომ ქართველები გადაკიდონ ერთმანეთს და ამიტომ ვიძახი, რომ აი ესეთი ნახე, მე ერთ რაღაც ვუძახო. ხალხი, აი ნახეთ ხალხი, რომელიც ანუ ქართულად მესაუბრება ადამიანი და იმდენად ცუდი ენერგია მოდის. პირდაპირ გეუბნებით, რომ მე მაგის გამო ომში არ წავალ და მე ეგეთი ხალხის გვერდზე არ ვიომებ, ძმაო, შანსი არ არის. სულ კიდია თქვენი რაღაცა პატრიოტობაზე რომ მელაპარაკო, იქ არ არის პატრიოტობა. რადგან ადამიანი ქართულად მელაპარაკება, ქართულად მოსაუბრე რო არის, რა ეთნოს, რაც გინდა ის იყოს, ქართული, არაქართული. აი ეგეთი საშინელი ენერგეტიკა ადამიანისგან რომ მოდის, ანუ ის უკვე ჩემი მტერია. მტერი გვერდზე მყავს და წინ ახლა იქიდან ავტომატიდან მთის მეორე მხრიდან რუსიის, ამერიკელი თუ კანადელი რა მნიშვნელობა აქვს? იმაზე მეტი მტერი გვერდზე მყავდეს? არა ძმო, მე კონკრეტულად YouTube-ზე მაქვს დადებული. რატო იცი? წინასწარ მაქვს დადებული, რომ მე ამ ომში არ ვიდეო მაქვს დადებული, მე ამ ომში არ მივიღებ მონაწილეობას და არ ვიომებ და კონკრეტულად არ ვიომებ. დაწყებული არც რუსეთთან და არავისთან არ ვიომებ. თუ კი სადმე რაიმე ომი იქნება, მე გეუბნებით რა ომი იქნება. ერთი იქნება რობოტებთან ომი, სადაც, რავი, თუ გინდა ძმაო გაერთიანდით, მე აქედან გეტყვით რაღაცა რჩევებს რა, დირექტივა დაარქვი, გინდა განკარგულება და რაც გინდეს და იქნება რობოტებთან ომი, გაერთიანდებით, თუ არ გაერთიანდა, მე მშვენი ურათა ვარ. თუ მოვა რობოტი და დამბრიდავს, ერთი მშკუაცა ვატიე რა. იქნება კუტრეთის აღდგომა და ისევ წამოხვდები ფეხზე კარატისტივით. არ არის პრობლემა, ადამიანები ვართ უკვდავები. ერთი არის რობოტებთან ბრძოლა, მერე იქნება ზომბი აპოკალიფსი, ამ ზომბი აპოკალიფსი მარტო ზომბები არ არის. აქ არის, აი ხლა ის რო ესპანეთს რო მიგრანტები შეესიან და რაღაც. ეგ ზომბი აპოკალიფსის ერთ-ერთი ეტაპია, ნაწილი. ეგ შემოსევები და მასიური რაღაცები იქნება. ამიტომ ნახე, ისე ხალხი ისე იხდის საქმეს, რომ ქართველს გვერდში ვერ დაუდგება და ერთად ვეღარ იომებენ და ამას აკეთებენ უცხოური სპეცსამსახურები, რომ იმდენად ცუდი ენერგია მოდის, ხახმა ცუდად ხვდები ხოლმე, რომ მარტო დღევანდელზე არ არის ცხებზე, ჩამფთე ბიჭო და რა ვიხარ შვილო, იმაში რომ ხოცი კეთილების სერიალში ტოპერო იძახის, ვიხარ შვილო, შენ დაიხარ სანთლით ვეძებ, აი შენ დაიხარ ვეძებ სანთლით, რო იტყვიან, ესე იგი დაიწყება ომი და
ბრძოლა და ჯაგაჯუგა თუ გინდათ იქნება, აი რობოტებთან ბრძოლა, ზომბებთან ბრძოლა, ომი და მე იქნება გოგი და მაგოგის მაგეთ უცხო ცივილიზაცია ამო მიწისქვეშეთიდან მუტანტები და უჟასები. იბრძოლეთ ძმაო, იქნიათ ხმარ, რაც გინდათ ის გიქნიათ. მოყოლასაც ხო თავის ხელოვნება აქვს რა ხელოვნება. მართლა ზომბები ვით გარბოდნენ ესპანეთში. პირდაპირ შეადარეს ბრედ პიტის ფილმი რო არის World War Z. პირდაპირ World War Z იყო ჩვეულებრივად. ეხა სახეზე, ეხა მაკიაჟი და ეს ზომბის სახე არ ქონდათ, მაგრამ რაღა მნიშვნელობა აქვს, ეგრე რომ მორბის მასა. მაგას გეუბნებით რომ აი მაგაზია ლაპარაკი რა. ომი გიქნა ეგ იქნება ომი. დანარჩენი ზელენსკიმ ვიღაცას პუტინს გადაურეკა, მერე იმ ტრამპთან ჩავიდა, ამოვიდა, მერე მოვარდება. თან ეხა აი სამხედროებს რას ეძახიან, იცით? აი ეს ბლოგერებს ხო უსმენ. ეს ისინი რო არის აი მოსკოვში და თუნდაც უკრაინაში, რუსეთში და უკრაინაში რაც არის, აი მობილიზაციის ამბავში ეს ძალით გაწვევა რომ მარშრუტებით რომ მოდიან მთელი სამხედროები და ძალით რომ მიყავთ, იცოდეთო მაგათ მიმართეს ამ ბლოგერებმა რა. აი სამხედროები ვინც ახართო, ანუ სამხედრო ოფიცრობა და რაღაცა. კი, ლეწავდნენ კი. სამხედრო ოფიცრობა ვინც ახართო და ვინც ძალით მიათროს ომში ხალხს და ამ სასაკალაოზეო, იცოდეთო რომ ომში ეგრე კეთდებაო რომ აი ამ გარკვეული მობილიზაციის შემდგომო პირველები სისტემა ყოველთვის პირველი იშორებს იმ ხალხსო, ვინც გამოიყენა ამ ბინძურ საქმეშიო. ანუ პირველიო თქვენ მოგიშორებენ და ანუ ომშიც კი არ გაგიშორებენ, პირდაპირ დაგბრიდავენო რა. ანუ ის ხალხი ნახე რას ვინც მოვარდება შენთან ეს ანუ ისა რა ქვია სამხედრო ვიღაცა კომისარი რომელმაც ძალით უნდა ჩაგტენოს და წაგიყვანოს ომში, პირველი მაგათ ხოცავენ მერე რა, სისტემა მაგათ იშორებს, იმიტომ რომ ბინძური საქმეები აკეთებინეს და ისტორიაში რო არ ჩაიწეროს ის რაც ამათ აკეთებინეს, გაიგე? თან პლუს მერე იქ უკრაინაში თუ რუსეთში რა მნიშვნელობა იყო ეგეთი რაღაცა ითქვა კიდე რომ დაჟეო რომ მიყავთო, ანუ იმდენად ძალით ყავთ ხალხი ომში წაყვანილი რომ არენდობიანო და ჯარისკაცებს ავტომატებს თავიდან არ აძლევენო, იმენა ფრონტის ხაზეო, აი ბოლოში აძლევენ ავტომატებსო. ნუ ეგ თუ რეალური არ არის გამორიცხული რეალური იყო, ეგ თუ რეალურია წარმოიდგინეთ ხალხო, ნუ წარმოიდგინე რა. მე იმ ვიდეოში ვთქვი, თუ ადამიანს ომში წაგიყვანენ ეგრე ძალით, რომელიც ეს გამოგონილი აბსურდული ომებია და ავტომატს მოგცემენ ხელში, პირველი უნდა მოტრიალდე და ეგენი დაბრიდო, ვინც ძალით წაგათრია, მაგრამ იქ უკვე ხო ხვდები რა არ არის. ამიტომ არ უნდა იყო დაზომბირებული და ფეხებზე უნდა დაიკიდო ტელევიზიაში ვინ რა თქვა. და იმისათვის რომ ამ ყველაფრისგან იყო შენ, ანუ მორალურად იყო თავისუფალი, არჩევნებზე არ უნდა გქონდეს მაშინ ხმა მიცემული. მაგრამ შენ თუ ხმას მისცემ არჩევნებზე, შენ ამით შენს ნებელობას გადასცემ გარკვეულ ჯგუფს და ეუბნები რომ შენ შეგიძლია მართო ჩემი ნება, ანუ ჩემი ცხოვრება, ანუ შენ შეგიძლია წამათრიო ომში და საზარბაზნე ხორცად გამომიყენო. ანუ ამიტომ გაეცანით კიდევ ერთხელ ადრეც ვთქვი, კოსმოპოლიტიზმი, აი ვაჟა-ფშაველას კოსმოპოლიტიზმი რაზეც არის, მოусმინეთ, გაეცანით. სხვათა შორის ლევან გიგინეიშვილს უდევს YouTube-ზე არის ლექცია, ლევან გიგინეიშვილის ლექცია, კოსმოპოლიტიზმი და რაღაცები წერია იქ ვაჟა-ფშაველასთან დაკავშირებით. ეს პატრიოტიზმი, რასაც ნახე, ეს ხო, არა, ეგ ხა თქვენი ნება, მე ხო მოწოდებებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვინცაც წავა, მაგრამ მე გეუბნებით, რომ პატრიოტიზმის დღევანდელი პატრიოტიზმის ეს იდეები, ეს არის პოლიტიკურად რა ქვია, მანიპულაცია. რა პატრიოტიზმი, რას ქვია პატრიოტიზმი მარტო მე მეხება, რა წესია, არა მე მეხება მარტო თქვენ ჯარში ვერც საკონტრაქტოზე და ვერც სავალდებულოში საქართველოში თქვენ ვერ ნახავთ პარლამენტარის შვილებს კი არა, ოდნავ შეძლებული ოჯახის შვილსაც ვერ ნახავთ. მე ამას გეუბნებით ხახტო ბოლო 50 წლის სიტუაციას. ანუ რას ნიშნავს გლეხი ხარ, უფულო ხარ, значит საზარბაზნე ხორცი ხარ.
ანუ აქ არის ეგეთი დამოკიდებულება და გლობალისტები მე წყვეტენ ამ საზარბაზ და ხოც როგორ გაანაწილებენ. ამიტომ ძალიან კარგია. აი 2008 წლის მერე ომი რამდენი ხანი არ მომხდარა ჩვენთან. გასული არის 18 წელია საქართველოში არ მომხდარა ომი. და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მარტო იმიტომ კი არა რაკეტა არც ხალხი 18 წლის განმავლობაში რომ ომი არ მომხდარა ქვეყანაში. ეს არის ძალიან კარგი რამე. რომ ხალხმა ბევრი რამე, აი რას ვიცი, ომი რო იყო, აი გონებრივ განვითარებას ვერ ახერხებდა ხალხი რა და ეხლა ბევრ რამეს სხვანაირად შეხედავენ. იგი ამაზე არის საუბარი. თორე ხა ჯარი რო ყავს ახლა სახელმწიფოს ის მიიღებს მონაწილეობას ჯარი და ჯარისკაცი ჩვეულებრივად, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენთან უბრალოდ აი ნახეთ ჩვენთან აი ერთი ცუდია, რომ პროსტო ხალხი ჯანზია რა, აი ენერგია სადახარო, ომი დაწყებული არ არის, ხალხი ჩაცმულ დახურული უკვე გარბიან საბრძოლო. სად მიდიხარ შულოს? რა გინდა? აფხაზეთი და სამაჩაბლო გინდა? გეუბნები, მე გაძლევ პირველ. ატვი ჩაიში გიდგებით. მე გიდგებით ატვი ჩაიში რომ. არა, მე სოფლიო რა უნდა გამოვასწორო კაცო, სოფლიოს მოიცავს მთელი ომები. ატვი ჩაიში გიდგებით რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი დაბრუნდება თავისით. აგერ წაას ხო გითხარი, ხო რამდენი ხანი ამას გეუბნებოდით? უკვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკვე ომში მიყავთ ხალხი და აქეთ შეგვიხვეწებიან შეგვიერთეთო რა. ხო და ეგ დაკარგული ტერიტორიები რომ დაბრუნდება, მე ჩვენ ვიმუშაოთ იმაზე, მე რატომ ვლაპარაკობ? ქვეყნის ჩაკეტვის პროცესი. ქვეყანა თუ არ ჩაიკეტა ხალხო, ესპანეთში რომ მიგრანტები ეგრე შემოასევენ ყველას. ამათ მე მესაზღვრეები და ჯარი კი ვერ გააკონტროლებს. ჩვენი ჯარი რას ეყოფა, მაგრამ სად არის ჯარი? რამდენიმე ლოკაციაზე დგას. ამიტომ ხალხი უნდა იყოს გამოფხიზლებული, რომ ესეთი რაღაცა შემოსევები ქვეყანაში არ მოხდეს. უნდა ჩაიკეტოს ქვეყანა. ეგ არის ისა კრუბერის გამოქვაბული. პუტინის კოლონია თუ მოგეთ ორეული დავარქვათ, პუტინს ორეული რო ყავს, აი ეგ არის 100%-იანი, რამდენიმე ორეული რო ყავს. თვითონ პუტინი შეიძლება აღარც არსებობდეს, ნუ ეგეთი ვერსიაც არის. კი. ხო. იქ ვიდეო რო არის გაკეთებული, მოგეთ ეგეთი ვიდეო თუ გინახავთ თუ არა და არის რა, რო იცოდეთ, TikTok-ზე შეგიძლიათ ნახოთ. ანუ პუტინი ხო გამოდის ყოველ წელს მილოცვას ხო აკეთებს, ყოველწლიურად მილოცვას. გილოცავთ ახალ წელს და რაღაცა. აი ყოველწლიური მილოცვა, აი კაცი არის 2000 რავი 2 თუ 3 წლიდან თუ 1 წლიდან თუ რაღაცა. იქ მე მედვედევი იყო 4 წელი, 3-4 წელი იყო ჩანაცვლება დანარჩენი. იქიდან მოყოლებ ბოლო აი 20 წლის განმავლობაში ყოველ წელს როდესაც არის მილოცვა, გადადის წლიდან წლამდე ეგრევე ეთყობა რომ ჯერ ორეულები ხო ცალკე ეყოლება, მაგრამ ეგრევე ეთყობა რომ დაახლოებით პუტინი არის დაეთი 4-5 კაცია რა. თვითონ მაგ ვიდეოში რაც დაწყებული ერთი პიროვნება, მე არის ვაფშე მეორე, მე მესამე, მეოთხე, მეხუთე, ერთი 5 კაცია რა ეგ პუტინი რა. და ცალკე ორეულები კიდე ეყოლება. იმიტომ რომ ოღონდ ფილერი და ის არ არის რომ აი ფილერი გაიკეთა და სიბერის გამო და შეიცვალა, არა. ვაფშე სახე აი საერთოდ უბრალოდ აი რაღაცა მიმსგავსებულია, თორე საერთოდ სხვადასხვა ადამიანები არიან რა. ამიტომ პუტინი შეცვლილიც არის, გადაცვლილიც არის და ორეულებიც არის პლუს. ვაფშე ვალერი კრიმსკი გამოდის და ვაფშე ეგენი ვაფშე არ არსებობენო, ციფრული მთავრობა არისო რა. ხო, რაც შეეხება, ესე იგი მეორედ ხო ეხლა ვამთავრებ ლაივს და მოკლედ მეორედ გაიმეორა მიშამ მეორედ გაიმეორა რომ ციფრული ანუ ქვეყნის მართვას პირველ რიგში გადაიბარებს ჩემი ციფრული ავატარიო და მე მოვალ მთავრობაშიო. მოკლედ მიშა მოდის მთავრობაში რომ იცოდეთ რა. იცოდეთ 100%-იანს გეუბნებით უკვე. მაგან მეორედ უკვე რო რადგან თქვა უკვე მან დავიჭირე რა მოკლედ ინფორმაციები რა. ეგ ხა რატო გააკეთა მიშამ გააკეთა იმიტომ რომ ანუ ციფრული ავატარებს
კი აი თვისა კიდევაც და ნახე როგორ რაღაცა ციფრული ავატარები იმას რა ქვია მაგას ციფრული ანუ ციფრულ ავატარებს ეხა მაგა რატო გააკეთა რომ ეგ ეხა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა არის პოლიტიკური და რომ ეგ გარდამავალ ეტაპს ქმნის ანუ ციფრული ფული რო შემოვა პლუს ციფრული მინისტრები ციფრული ავატარები იქნებიან რა ანუ მოგეთ ხელოვნური ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ მთავრობის ფუნქცია შეითავსოს ხელოვნურმა ინტელექტმა ანუ რეალურად მთავრობის წევრები ზოგადად რეალურად საერთოდ არ არის საჭირო იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ დროებითი ეტაპი მთავრობის წევრები არის საჭირო იმიტომ რომ დროებითი ეტაპია რა ეხლა ანუ ეხლა 80-იან წლებში ციფრული ავატარი ხوار დაგელაპარაკებოდა იყოს რა 90 ამ საზოგადოება არ იყო ჯერ მომზადებული ანუ როდესაც მოემზადება უკვე ანუ დღეს ეხლა მე რომ მკითხვა ჩვენ დღეს რეალურად მთავრობის წევრებს ჩვენ ხედავთ პროსტა ტელევიზორში ვხედავთ თორე აი მთავრობა რო ქვეყანას ყავდეს იმიტომ კი არა რომ ცუდი მთავრობა არა ვაფშე არ იგრძნობა საერთოდ არ არის პირდაპირ აი ეს თქვა მე რომ ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტით ისე ჩანაცვლება საერთოდ ამის განსხვავება ჩვენ ვერ ვიგრძნობთ მიხვდებით რასაც ვამბობ რა ანუ ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ რომ ციფრული მთავრობა იქნება მერე რა ეხლა მანდ მოხდება შემდგომი რამე მე უკვე მივხვდი რაც ხდება ციფრული ავატარი გამოვა მიშას ციფრული ვერსია დაიწყებს პრეზიდენტობას თუ რა ვიცი ქვეყნის ლიდერობას პრემიერ-მინისტრობას ან პრეზიდენტობას დაიწყებს მიშას ციფრული ავატარი და გამოვა ვიდეოები აი ეს დაიმახსოვრეთ ხა ეს YouTube-ზე დავდებ ამ ჩანაწერს ვიდეო რგოლები გამოვა მიშას მონაწილეობით სადაც მიშა გარკვეული ბრძანებების გაცემას და რაღაცებს დაიწყებს და ხალხი დაიწყებს ამაზე სიცილს მაგრამ თავარი აქ ის კი არ არის რომ ხალხი იცინებს არა თავარი ის არის რომ ხალხის ტვინმა წაიკითხოს ეს ინფორმაცია ანუ ტვინი ამას პირდაპირ გებულობს რომ ეს არის მთავრობა რა მოკლედ და შემდგომ უკვე მიშა თვითონ მე რა იქნება როგორ იქნება დეტალებს მნიშვნელობა აღარ აქვს როგორ გაკეთდება მოკლედ მთავრობა გადაბარდება კონკრეტულად მიშას ანუ ჩათვალეთ რომ ნაციონალური მოძრაობა პრაქტიკულად როგორც პარტია ანუ თვითონ პერსონაჟებისგან დაცლილი ანუ ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს აი როგორც როგორც გუბას სანიკიძემ თქვა მიშა რო ციხეში ჩაჯდა მაშინ ეგეთი რაღაცა თქვა მიშასო ციხიდან გამოიყოს ისევ თვითონ მიშაო რა ან ეგეთი რამე მიშას ისევ თვითონ მიშა გამოიყოს ციხიდან ან მიშას მიშა თვითონ გამოიყოს ციხიდან თავის თავსო რა აი ზუსტად ეგ მოხდება მიშა თავის თავს გამოიყოს ციხიდან ახალგაზრდა წარმომადგენლები დააკომპლექტებს მთავრობას ესე იგი პირდაპირ ესე იგი აქ იმაზე არ ვლაპარაკობ მე რა მომწონს და არ მომწონს ეგრევე დაიწყება სწრაფი აღმშენებლობა ეხლაც არის ძალიან დიდი ტემპების მაგრამ ნუ რაღაცა ცოტა მაინც ისეთი ანუ ბევრი რაღაცა შენდება მაგრამ აი მიშას ისა რა ქვია ხო ხვდებით ტემპი და ის სხვა არის მოკლედ აღმშენებლობა დაიწყება ძალიან დიდი სწრაფი ტემპებით და ამის პარალელურად ციფრული ფულის გაბატონება და ყველაფერი ციფრზე გადასვლა და მომზადება აი სხვა ქვეყნები მიშა ჭირდება ანუ ამერიკას ჭირდება მიშა აქ იმისთვის რომ როგორც სხვა ქვეყნები ემზადებიან ანტიქრისტეს მოსასვლელად თავრობაში რომ საქართველოს მოამზადონ პლუს რუსეთის ანალოგიურად ემზადება არა მიშისტი რაშუაში მე ვყვები ფაქტებს მიშისტი რაშუაშია მიშისტი მე ვყვები ფაქტებს მე მომწონს არიქა მოვიდეს აქ ხახნო აქცენტი არის საუბარი რაზე ჩვეულებრივი მოქალაქეს აი ნახეთ რაღაცა ჩვეულებრივი მოქალაქის ინტერესები რა არის ზოგს უნდა ბიძინა ზოგს უნდა მიშა ზოგს უნდა თქვა მესამე პარტია და ასე შემდგომ ჩვენ აქ საუბრობთ გრძელვადიან პროგნოზზე ჩვენ საუბრობთ ციფრულ იმაზე რა იმიტომ რომ აი უბრალოდ როგორაც ეცეთ დაჟე ციფრული სისტემის ამუშავებას просто აი აქ აი ვერც კი მოაბავენ თავს იციან ამიტომ მიშა არის შემოსული აი ასე ციფრული სისტემის კი შემოდის რაღაც მაგრამ იმდენად სამთოში ერთხელ როდესაც მინისტრები იცვლებიან ანუ აი ამას ძლიერი ხელი ჭირდება ხვდებით აი როგორც იუსტიცია ამოიქოქა ესე უნდა ამოიქოქოს ესა რა
ამიტომ ესეთი ის არის, ესეთი გეგმა არის, რომ იცოდეთ რა და აშკარად უკვე რასაც ვარაუდობდით, ყველა არ ჩაჯდა მიშა ციხეში. значит, იმას თავისი მისია აქვს რა. სამაგიეროდ მანდ არის როგორ ხა, სამაგიეროდ ძალაუფლება, ოჯახის მილიონები და ასე შემდგომ რა. არა, მესმის ისა გლეხი მესმის მე რასაც ვამბობ, მიშას ხა მაგ ლოგიკით 2 წელი კი არა, მიშას საერთოდ არავინ არ გამოუშვებს. მაგ ლოგიკით, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება რა, გარე ფაქტორები. გარე ფაქტორი, ეხლა უკვე იქ მე უსმენ, ეხლა უკვე იქ ამერიკის და რაღაც ელჩებმა დაიწეს უკვე რა გარკვეული იმეების რა ქვია, სპისოკების წერა უკვე დაიწყეს ელჩებმა. და მოკლედ რა ეგეთი თემა არის. მოკლედ რაღაცას გააკეთებენ ისე რომ აი იზავენ რაღაცას რა ხა რაღაცა ტერმინების გამოყენება არ მინდა, ყველაფერზე ჯარიმა არის, ამიტომ რაღაცას მოიფიქრებენ. შეიძლება გამოვიდეს მოსამართლე და უთხრას მიშას, მოდი რა წადი სახში თავი გამანებეო რა. ანუ იმდენად პოლიტიკაში იმდენად იდიოტური რაღაცები ხდება, ეს ხახნო ეს იურიდიული კანონები, ეს არის გლეხებისთვის, აი კონსტიტუცია არის ხახნო გლეხებისთვის, აი ჩვენნაირი გლეხი ხალხისთვის რა, ესე ვთქვა რა, აი ფული ვისაც არ აქვს, ვისაც ფული აქვს, იქ კონსტიტუცია იმათვის არ მუშაობს, კონსტიტუცია ჩვენთვის დაწერილი. იმათ წვანი აქვს თანხმებული ყველაფერზე. ან ნახე რა ხდება ძალიან მოგეთ ერთი ესეთი ვერსია არსებობს, რომ ვითომ ანტიქრისტეო არ არისო რეალური პიროვნებაო და ვითომ AI იქნებაო, ხელოვნური ინტელექტი იქნება დროს. არა, ხელოვნური ინტელექტის მართლობის პროცესები იქნება მსოფლიოში და ქვეყნის მთავრობებშიც, მაგრამ თვითონ ანტიქრისტე არის კონკრეტულად პიროვნება. ეს საეკლესიო სწავლება არის ესე და ესეც იქნება, ანუ ჩვეულებრივი პიროვნება არის, იმიტომ რომ ის რაც უნდა გააკეთოს ანტიქრისტემ, ასე ვთქვათ, ადამიანების მოხიბლა და მონუსხვა ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია. ეს შეუძლია მხოლოდ ადამიანს, რომელშიც დემონი იქნება შესული, ესე ვთქვათ რა. ანუ ეს არის 100%-იანი ადამიანი იქნება. ამიტომ ჩვენ საუბრობთ ზოგადად ჩვენ ქვეყანაზე რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს და არა ხა რობოტებს ეპოქაში ხა არ ვიცი. რა როგორ რა დროს რას როგორ დაემთხოვა ეგენი არ ვიცი. არა კიბორგი არ უნდა იყოს. ჩვეულებრივი ადამიანი იქნება პირიქით. წავედი მეძინება. წავედი ნახვამდის, წავედი ხა ბევრი შესავლები აღარ უნდა, თორე ამ დღე იქ და კვირაში გამოვალ ლაივში.